გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დაგიბრუნდით კვლავინდებურად ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო სტუმრით. დღეს ჩემი სტუმარია ლევან შატბერაშვილი. გამარჯობა. მიხარია რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. მიხარია თქვენი გაცნობა ძალიან. დღეს ვისაუბრებთ თვით შეფასებაზე, ძალიან მნიშვნელოვან და ღრმა თემაზე. სანამ კითხვით გადავალ სტუმართან, უნდა გითხრათ რომ შეგიძლიათ პოდკასტ დაუდგეთ მხარში, გვერდში, როგორც არის დონაციით და თუ ამისი სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ აღწერა, ნახოთ დეტალები, უბრალოდ ნახოთ აღწერაში. ასევე პოდკასტ არეა, იცით რომ არის ადგილი, სადაც ცოდნის მოყვარე პოდკასტის ჩაწერები მიმდინარეობს. ბატონო ლევან, ძალიან პატარა შესავლით, გადმოვიდივართ თქვენთან კითხვით. დღეს მინდა რომ ვისაუბროთ თვით შეფასებაზე და რაღაცნაირად მგონია რომ თვით შეფასება არის რაღაცნაირი ხერხემალი ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის. ყოველ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში რაღაცნაირად ეგრე იყო თავის დროს. შეიძლება დღესაც ეგრე არის და თვით შეფასებას ხანდახან მგონია რომ რაღაცა არასწორი ხედვები ეწებება ხოლმე რა ბჭყალებში. ამიტომ დავიწყოთ სულ თავიდან, როგორც ამ პოდკასტში ვიწყებთ ხოლმე ძირითადად, რა არის საერთოდ თვით შეფასება და რა შრეებისგან შედგება? ხო და რა არის, როცა ადამიანი გეუბნება რომ რაღაც თვით შეფასების პრობლემა აქვს, ხო, რას გულისხმობს მაგაში, ხო? ეხლა სინამდვილეში მოვდით ესე ვთქვათ, თვით შეფასების პრობლემა აქვს ადამიანს, რომელიც რაღაცნაირად ამ ცხოვრებაში, სამყაროში, ხო, ვერ არის ისე რეალიზებული, როგორც თვითონ უნდა რომ ყოფილიყო. ხო, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროშია, ხო, რაღაც მინდო დაუშვათ, რა ვიცი, ყოფით სფეროში, ხო, რა უშვათ, არა ვარ ისეთი წარმატებული დავუშვათ სოციალურ რაღაც აქტივობაში. ხო, ვერ ვახცევ რაღაც წარმატებას დავუშვათ საპირისპირო სქესთან და მილიონი რაღაცა. ხა და ადამიანებს როცა უჩნდებათ რაღაც ნახოს, ვთქვათ, სევდა იმიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ვერ გამოსდით, რაღაცას ვერ ახერხებენ, იმ შედეგს ვერ დებენ, თვითონ რომ საკუთარ თავთან იქნებოდა კმაყოფილი, იტყვის რომ აი აქვს ამის პრობლემა. ეხლა რეალურად მოდით ესე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში რეალიზებულები არიან, წარმატებულები არიან, თავს ხშირად ცნობენ, ასე ვთქვათ, ბედნიერად, ხო, საკუთარი არსებობით კმაყოფილებას განიცდიან, ის შეიძლება ვერ მიხვდეს, როცა კითხავ რომ აი შენი თვით შეფასება რა დღეშია მაგალითად. ხო, არ ფიქრობ ამაზე. ხო, რაღაც შედეგს ახსევ, გიხარია, ნუ შეიძლება ხანდახან წუხარ, მაგრამ ნუ ცხოვრება მიდის. რეალურად თვით შეფასება არსებობს ორნაირი, ხო? არსებობს არაადეკვატური და ადეკვატური. მესამე რა არის? მომატებული ან თვით შეფასების გადამეტება დაუშვათ, შეიძლება მანიაში გადავიდეს ადამიანს, მაგრამ ახლა მე მაინც ნორმის ფარგლებში, ანუ საშუალო სტატისტიკურ ადამიანებზე ვლაპარაკობ და დავუშვათ იქ დიდ ფსიქიატრიას რო არ შევეხო, თუ იქ რაღაც სხვას იქ ნაპოლეონებსაც ნახავთ და რაღაცებს, ხო და დავუშვათ რაღაცა გარკვეული ფსიქიკური დაავადების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი აი ესეთი მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზი ეგრეთ წოდებული იქ ადამიანს აი მანიაკალურ ფაზაში გონია რომ ყველაფერს იზამს, ყველაფერს შეძლებს მაშინ ეს ადამიანები ხსნიან ბევრ კომპანიებს იწყებენ რაღაც ბიზნესებს და ასე შემდეგ. ნუ თუ ამას დავარქმევთ დაუშვათ ესეთ მაღალ თვით შეფასებას აი ესეთ ადგილებში ხვდებით. ეხლა ხალხი რომელსაც დაბალი თვით შეფასება აქვს, ამას ვნახავთ ალბათ რა ვიცი სტატისტიკა ვინ გააკეთა, მაგრამ ნუ ძალიან დიდი ნაწილი ადამიანებს თქვენც რო იცნობთ, ისინი გეტყვიან რომ თვით შეფასების პრობლემა რაღაცნაირად აქვს. ხო? ამიტომ ხელოსა თვით შეფასებაზე ვლაპარაკობთ და ადამიანი როცა ამბობს რომ თვით შეფასების პრობლემა აქვს თვითონ, ყოველთვის უნდა კითხო რომ რას გულისხმობს ამაში. თუმცა ეს ყველა ერთმანეთზე გავს რაღაცები, მაგრამ ყოველს თავის ისტორია აქვს ხოლმე როგორც წესი. და ნუ ეხლა რაღაც ბანალურ რაღაცებს ვიტყვი, აქ თქვენთან ბევრი ფსიქოლოგი იყო, რომელსაც უთქვია და ეს ზოგადად მიღებულია, რომ ეს ყველაფერი მოდის, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვების გამოცდილებებიდან და იქ არის, ასე ვთქვათ, საერთოდ როცა ეს მე კონცეფცია ხდება, ვინ ვარ, რა ვარ და როგორ შეიკრება, ასე ვთქვათ, ეს ფაზები შეგნით, რა ჩაჯდება შეგნით, ხო? რა დამოკიდებულებები მექნება მე საკუთარ თავთან, საკუთარ ქცევასთან, ხო? ეს მეცილად განსაზღვრულია და განპირობებულია იმ ხალხის ქცევით, რომლებმაც გამზარდეს თავის დროზე. ჩემს გარშემო ხო? ჩემს გარშემო ხო, ნუ ძირითადად მშობლებმა და ხალხმა, რომელმაც ასე ვთქვათ, აი ეს პირველი სოციალური გარემო, რომელიც ესე ვთქვათ, ჩემს გარშემო არის. იყო მაშინ. ხო. და მე როგორც წავიკითხე არსებობს ორი ტიპის თვით შეფასება, მყარი თვით შეფასება და მყისიერი თვით შეფასება.
ყარი თვით შეფასება და ანუ მოდით ესე ვთქვათ, არსებობს გარკვეული ტიპის ნერვული სისტემა, ხო, ლაბილური ხალხი არსებობს ასეთი და არსებობს უფრო ასე ვთქვათ სტაბილური ხალხი, ხო. არსებობს ადამიანები, რომელსაც ხშირად ეცვლებათ დაუშვათ ხასიათი, განწყობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველას ეს გაგვივლია ცხოვრებაში, რომ როდესაც კარგ ხასიათზე ვარ, როდესაც ვარ გარებოში, სადაც ყოველას უყვარ ვარ და უხარი ვარ, იქ თვით შეფასება როგორც წესი მატულობს. თუმცა არსებობს ესეთი კონსტიტუციის ხალხი, რომლებიც მეტნაკლებად გარემოს ყველა ნებისმიერი ადამიანი განვიცით ამ გარემოს, ასე ვთქვათ, ზეგავლენას ჩვენზე და გვეცვლება იმის დამიხედვით, რა დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, ასე ვთქვათ, ჩვენს საკუთარ თავზე წარმოდგენა, რა თქმა უნდა. მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც ძალიან დამოკიდებულია, ასე ვთქვათ, გარემოზე და არსებობს ხალხი, რომელიც მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, მაინც ავტონომიურად აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, მყარი თვით შეფასება მაგას გულისხმობს. ხო, რაღაც წარმოდგენები მაქვს და მაინც და მაინც ახლა ვიღაცამ რაღაცა მითხრა ან შენიშვნა მომცა არ მომეწონე, მაინც და მაინც არ შემეცვალა ეს. რა არ შემეცვალა ეს წარმოდგენა ჩემ შესახებ და დაუშვათ სამყაროსთან ურთიერთობის ამ ასპექტში. ხო, ეხლა რამდენიც არის ხალხი, რომელსაც ძალიან ადვილად გამოიყვანს წონასწორებისგან და დაუგდებ დაუშვათ თვით შეფასებას და რაღაც შედეგს ვერ დადებს, მაგალითად ვერ ჩგავა რაღაც დაუშვათ გასაუბრ ამ პრეზენტაციას ვერ გააკეთებს ისე, ხო? არის ხალხი, რომელიც როგორც არ უნდა მოინდომა, მაინც ვერ ამოაგდებ, ასე ვთქვათ და ის რაღაცა გარკვეულ შედეგს, რომელისკენაც თვითონ მიისწრაფის, ამას დაგიდებს, ხო? ეს განსხვავებული კონსტიტუციის ხალხი ვართ. თუმცა ეხლა აქაც იქ და რამდენად მე ლაბილური ვარ და სტაბილური აქ შეიძლება იმასაც ვილაპარაკოთ, რომ რაღაც გენეტიკური ამბებიც არის და დაუშვათ ნეიროფიზიოლოგიური, მაგრამ მეორე და ასევე სოციალური ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად გარემოს ფაქტორებს მე მივიჩნევ მნიშვნელოვნად და რამდენად ყიფია თუ არა ეს ასე ვთქვათ გარკვეული პროგრამებია, რომელიც ბავშვობაში ჩვენში იდება როგორც წესი. კი, აი მაგაზე ვისაუბროთ აუცილებლად ზუსტად ეგ არის ჩემი რეალურად ჩემი კითხვაც. მყარი თვით შეფასება ხო ბავშვობიდან მოდის რეალურად, როგორც მე გამზარდეს, რა ღირებულებებითაც მე გამზარდეს და რა წარმოდგენებიც მე საკუთარ თავზე შემიქმნეს, ხო? რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი ამან ძალიან მნიშვნელოვანი როგორც წესი ახლა თქვენც მეც და ყველა ადამიანი ბავშვობაში ხა ძალიან ხშირად როდესაც აი ამ თემაზე მე ხო წარმოგიდგენია ერთ რომ მშობელი რას გეუბნება როგორ მორძღვრავს და რას გეუბნება ეს არის ასე ვთქვათ წამყვანი და მე ასე ვთქვათ მისი პროგრამები ხორციელდება ესე არ არის რა თქმა უნდა არ არის ეს რა თქმა უნდა ბავშვი უყურებს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის მხედველობა ხო რასაც ვხედავ იმის მჯერა ხო ბავშვი ყველაზე ძალიან ნებისმიერი ადამიანი რომ მოდის პირველი ხო აღიყოფს სანამ დაუშვათ მეტყველებას დაიწყებდეს საერთოდ აბსტრაქციას დაიწყებდეს სიტყვას გაიგებდეს მანამდე უყურებს ის ძალიან ხშირად იმიტირებს ქცევებს რომელსაც ახორციელებენ ის ხალხი ვინც გარშემოა ხო ან კინოგმირე ნუ რაღაც ასე ვთქვათ ვირტუალური გმირებისაც რაღაცები შვება ბავშვი ჯერა იმის რასაც ხედავს ამიტომ გვერდზე თუ ხედავს შობელს რომელიც არის მუდმივად ნერვებაში რაღაცები ეს რაღაცნაირად უკვე იწყებს შეაწერას მასში ეს არის გარკვეული ქცევის მოდელები რომელსაც ის დიდი ალბათობით თავის ცხოვრების განმავლობაში მერე ჩართავს როდესაც განახორციელებს რატო აი რასთან არის აქ დაკავშირებული რატო განახორციელებს აუცილებლად რაღაც მომენტში იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მოვდივართ ამ დედამიწაზე ჩვენ ვქვნით ამ სამყაროს სურათში ეს სამყარო თავისთავად მოდი ესე ვთქვათ თავისთავად მოცემულობაში არანაირი არ არის არც კეთილი არის ბოლოტი არის მიყვარს არის არ მიყვარს ქმნი ამის მოდელს ნუ რაღაც გარკვეულ აი ძალიან ესეთი ბაზისურები როგორია ჩვენ რომ მაგალითად ბავშვმა თვალები გაახილა და სამყარო დაინახა ხო თუმე როგორ უნდა დავინახო სამყარო რომ სამდეში მე და თქვენ ახლა ამ სამყაროს ხედავთ ესეც ნასწავლი გვაქვს თუ რაღაცა პერიოდი მაგალითად twinმა გამოტოვა აი ეს მონაკვეთი როცა ესა დროის ეს შუალედი როდესაც დავუშვათ უნდა ჩართულიყო შესაბამისი ქერქის ეს ფუნქცია ხო მე ამის კომპენსაცია არასდროს არ ხდება ეხლა იყო ეგეთი რამდენიმე შემთხვევები რომ ესეთი ნუ რაღაც გარკვეული თვალის პათოლოგიები ჰქონდათ ბავშვებს და დავუშვათ სადღაც 10 წლის ასაკში ადამიანს აუხილეს მანამდე არაფერი არ დაუნახია იმას ასე ვთქვათ ეს 3D მხედველობა არასოდეს არ განუვითარდა ეს ხედავს სიბტყეს ანუ ეგეც ნასწავლი. ან twin-ი სინამდვილეში მე ვქმნი ამ ვსწავლობ ამ რეალობას. ხო საიდან ვიღებ ასე ვთქვათ. ინფორმაციას, ხო, გარე სიგნალებიდან, ხო?
ნუ მე ჩემი სოციალიზაცია როგორ ხდება? ხო, იგივე პრინციპებით ხდება რა. ვიღებ გარკვეული ქცევის მოდელებს და ძართული პროცესია, ხო, რაც უფრო მიდის, ხო, როგორ რეაგირებენ ხალხი, რომელიც მზრდის, როგორ რეაგირებენ ჩემს აქციელზე, ვინ ვარ მე, მიიღებენ თუ არა მე, უყვარვარ თუ არა მე, მატყუებენ თუ არ მატყუებენ და ასე შემდეგ. მე აი ეს ასე ვთქვათ, პროგრამული უზრუნველყოფა ეგრეთ წოდებული ვართ ის ახლა რაც თქვენ ხარ და რაც მე სინამდვილეში ამის იქით ვერაფერს ვერ ნახავ. ყოველ შემთხვევაში ამ ჩვენ რეალიზაციაში ახლა რაც. ხო. ამიტომ იქ ბევრი სპამი და ვირუსია შემოჭრილი. გეთანხმებით. კიდევ ამ თემას განვავრცობ ესე იგი. აი მაგალითად ბავშვობაში ყველაზე საშიში არის ალბათ, როდესაც ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, როდესაც არ არის უპირობო სიყვარული და უპირობო მიღება, ხო? აი, როდესაც არ ხდება ეს ყველაფერი და თქვენ კრიტიკაში ისდება ბავშვი და ეუბნებიან, რომ რაღაცაში არ ვარგა, ესეთია, ისეთია, ანუ უარყოფით კონტექსტში. ამ შემთხვევაში რასთან შეიძლება, ანუ მისი თვით შეფასება როგორია? ანუ დაბალი, რა თქმა უნდა, დაბალია, მაგრამ ანუ всё აი ამ მოდელით გაიზარდა. ხო, არა ადეკვატური მოდი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით კიდე ამ თვით შეფასებაზე რომ ბევრი აი მაგალითად დევს რა ვიცი რაღაც საგანა ეს მაგიდა დევს რა და უყურებთ ახლა რა გეუბნები რომ და აწევ ამ მაგიდას ხო ნუ ალბათ იტყოდი რომ ეხლა მაინც ვერ აწევ რა იმიტომ რომ დაახლოებით შენს გარკვეულ შესაძლებლობებზე წარმოდგენა გაქვს და დაახლოებით წარმოგიდგენია რა ძალის ხმევა ჭირდება ამ მაგიდას ხო და იქნება ადეკვატური მაგალითად კი იქნება მეორე რომელიც გეტყვის რომ აბარა როგორ არა და ნახავს და ვერ აწევს და მე იქ შეიძლება დეპრესია დაეწყოს რატო ვერ ქნა ეს ან დაიკიდოს საერთოდ ვერ ქნა კიდე ქნას ხო ანუ სტრატეგია როგორ ვახორციელებ ამას არის განსხვავებული და განსხვავება რაშია კიდე ჩვენ თვით შეფასება ამ შემთხვევაში კონკრეტული ქმედების შეფასება სულ გვიწევს ჩვენ ეხლა თუ ესეთ კონკრეტულ რაღაცეებში მაინც ასე ვთქვათ სამყაროს მიმართ ადეკვატურები ვართ რაც ეხლა თვით შეფასება მოდი ეხლა მაგიდის აწევაზე არ არის ხო იქ ლაპარაკი იქ არის გარკვეულ დაუშვათ სოციალურ წარმატებაზე ხო გარკვეულ ქცევაზე იქ როგორ ვაფასებ მე ჩემ თავს გამომივა თუ არ გამომივა ეხლა ის რომ უპირობო სიყვარული გინდა და უპირობო მადლიერება და საერთოდ ხა ესეთი ადამიანები არ ვიცით დაბადებულა სადმა იმიტომ რომ ყველა ნებისმიერი თქვენს მეც გაგვაჩინეს მშობლება რომელსაც ყავდა თავისი მშობლები თავისი კომპლექსებით და თავისი პრობლემებით და მათ ასე ვთქვათ იგივე სტრატეგიები სხვათა შორის რაც მათ ნუ მსგავსიან ძალიან ახლოს იმ სტრატეგიებთან ასე ვთქვათ ის სტრატეგიები რომელსაც მათი მშობლები ხმარობდნენ აღზრდის დროს მე ზუსტად ეს გადმოიტანეს ჩვენზე ხო ეს გადმოდის და გადმოდის მაგალითად ის თემა რომ რაღაცა არ გამოგივა ხო ეხლა ბავშვი როდესაც ცდის ამ სამყაროს ის არ ფიქრობს გამოუვა თუ არა ის უბრალოდ ცდის მაგრამ რამდენჯერმე თუ ხელიდან გამოსტაცებ რაღაცა ეტყვი რომ ხელი არ გაიჭერა რაღაცა არ მოგივიდეს ან რატო დააქციან და ის ხდება რომ გარკვეულ აი ამ რაღაც კონტექსტში ხო ის თვითონ რაღაცას ვერ შეძლებს და უნარო ამაში არ წუნები ხარ და შემდეგ ნუ ორი გამოსავალია რომ ერთი შეიძლება საერთოდ თავი დაანებოს ნებისმიერ აქტივობას და დაждდეს საერთოდ არაფერი არ გააკეთოს ნეგატივსაც ვერ ვნახავ იმიტომ რომ ეხა ყოველთვის ჯობია რომ არ დავისაჯო ხო? ვიდრე რაღაცა გავაკეთო და შედეგი არ ვიცი როგორი დადგება ხო? ეგეც სტრატეგიაა ხო? ნუ შეიძლება კონტროლ ასე ვთქვათ, ხდება ხოლმე რომ აპროტესტებ ამას. და მე რეიწყებ იმის კეთებას რომ ამათ დაუმტკიცო რომ არა ყველაფერი შეგიძლია რა. საერთოდ ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ დღევანდელი ქცევაც, როდესაც რაღაცებს ვამტკიცებთ. შინაგანი დიალოგია იმ მშობელთან რომ იმას დაუმტკიცო რომ კარგი ტიპი ხარ. სინამდვილეში შეიძლება დიდი ხანია ცოცხალიც არ არის რა. თუ დავაკვირდებით, აღმოაჩენ შენ გარშემო ადამიანებს, რომლებიც რაღაცებს თითქოს საკუთარი თავის ჯინაზე არ შვებიან რაღაცას, ხო? ყველა ჯერ ეს არის დიალოგი შიგნით მშობელთან. ამიტომ ეხლა ისევ დავუბრუნდები ამ ვიჩეფასებას მაშინ ყალიბდება, როდესაც შენს მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება რა. როდესაც უყვარხარ ერთი გადასარევია, როდესაც აგაძლევს ასე ვთქვათ თანადგომას, როდესაც ახალისებს შენ წარმატებებს, როდესაც მარცხს განიხილავს როგორც უბრალოდ წინაღობას და თავიდან ეუბნება რომ მოდი ეს გავაკეთოთ ესე თუ არ გამოვიდა ეს კიდე ცალკე დიდი თემაა საერთოდ მარცხის განცდა ძალიან ახლოს არის ეს
კი არა და ერთ-ერთი თვით შეფასებასა როცა ვარყოფ მნიშვნელოვანი თემაა, ხო? როდესაც მე შინია მარცხის. კი ბატონო, ხალხი, რომელსაც დაუშვა წარმატებული ხალხი, რაღაც ასპექტში აღმოჩნდა, რომ არის ხალხი, რომელიც მარცხს როგორც ეს არ განიხილავს. როცა რაღაცა არ გამოვიდა, ეს არ არის მარცხი, უბრალოდ ეს არის გაკვეთილი, რომ შემდეგ ჯერზე არ გაიმეოროს იგივე შეცდომა. არის ხალხი, რომელსაც რაღაცა როცა შეეშლება, ეს არის ტრაგედია და შეიძლება მთელი ცხოვრება გადააყოლოს, ხო, რაღაცნაირად. როგორ რითი იყოფა ეს ხალხი? ანუ რატო როგორ ხდება, როგორ დაიყო ეს ხალხი, რომელიც არსებობს, რომელიც მარცხს განიცდიდა? არაფერი იმას ყავდა ესეთი ტიპის დედა და მამა, ან ბებია, რომელსაც გაზერდა, იმას არ ყავდა ესეთი. ანუ ჩავდივარ ჩვეულებრივად ახდე. რა თქმა უნდა, იქ ნახავ ყველა ვარიანტი. ხო. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრების განმავლობაში არ ვიცვლებით, ძალიან ბევრ რაღაცას ვაფასებთ, რაღაცებს შევით. მერეც ხდება სიტუაციები, რომელმაც შეიძლება შეგვიცვალოს რაღაც დამოკიდებულებები და ბოლოს მერეც ჩაირთოს რაღაც ტრამვა, ხო? აი პოსტრაუმატული სტრესის სინდრომი ხე ჯარისკაცებს ემართებათ უკვე, მაგრამ იქაც აღმოაჩენ, რომ ხალხი, რომელსაც ასეთი რაღაცა ემართ, უფრო რაღაც მოწყვლადი ადამიანები, უფრო ადვილად, ასე ვთქვათ, ხდებიან მე სტრესის ასეთი გლობალური მძიმე სტრესის მსხვერპლი. თუმცა ეხლა ჩვენ რო ბავშვებს ანუ როცა კლიენტთან მუშაობ იქ ამ ტრამებში რაღაც ესეთ დიდად ტრაგიკულს ასეთი კინო გენიურ ისტორიებს ვერ ნახავ რა. ჩვენი ესეთი უბედური ადამიანების უკან დგას რაღაცა ბანალური ქცევები, როდესაც ერთხელ შევიდა და დედამისმა უთხრა, რომ თავი დამალებ, შენი თავი არ ამოქვს და ეს ექნა ყოველ დღე შემდეგი 5 წლის განმავლობაში. იმას რომ კითხო და გაახსენო, ეს ვერ გაიხსენებს საერთოდ. რა პრეტენზია აქვს ამ ბავშვს, მე ფსიქოთერაპევტისგან თუ სახში დაბრუნდა და იქ პრეტენზიები დაუწყო, ის ეთქვის იდირებს ვერს და მე. ეთქვის რომ შენი გულისთვის. ხო, ხო. კენი და აი რა, იმიტომ რომ არც ახსოვს, მაგრამ ის იყო ძალიან ამ ბავშვისთვის შეიძლება უფრო ტრამული ვიდრე რეალური რაღაც ტრამა. ეხლა ტრამვაც არის და ტრამვაც. ხო ჩვენთვის ძალიან ხშირად ფიზიკური ტრამვებიც აბსოლუტურად ეს ადამიანი თლიანია, ხო? ხშირად ფიზიკურ ტრამვასაც აქვს, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური შედეგები შემდეგ. ამიტომ ტრამვა ძალიან, ასე ვთქვათ, ჯერ ერთი ძალიან ინდივიდუალურია, ის რაც ერთისთვის შეიძლება იყოს ტრამული, მეორისთვის არა, ხო? მოგეც არის. ამიტომ მაგ არის ერთი რამე რა ყოველთვის რა, როცა ეხა მოდი ესე ვთქვათ, გვაქვს ეს კომპლექსები, ეხა იდეალურები არავინ არა ვართ, რაღაცა მიმართულებით. ვიღაცები ვახერხებთ იმას, რომ დავძლიოთ ეს, მე აღმოაჩენ რომ რამდენჯერმე თუ რაღაცა კარგად გამოგივიდა, დარწმუნდები რომ სულმე ტყუილად გეშინო და თუ განსაკუთრებით რაღაცა სოციალური ხარდაჭერაც არის და ვიღაცები შემხარეზე არიან, ვიღაცები გულშემატკივრობენ რომ რაღაცა კარგად გააკეთო, კარგია. თუ ვიღაცები იქ რაღაც გამცირებენ და ცდილობენ რომ დაგიგდონ თვით შეფასება იქ რაღაცები არ და ასე შემდეგ ბევრია, მაგრამ ჯამში მოდით ესე ვთქვათ, როდის შემიძლია მე რაღაცები შევცვალო. აი მაგალითად, როდის შემიძლია პრინციპში ხა რო ავიღოთ ფსიქოთერაპიაში ეს ლომის წილი რა თქმა უნდა არა სულფასო ლომის როგორიც არ უნდა მოუყვე ეს ამბავი მაინც მანდ ვიყარ ეს არის ადამიანი რომელიც გარკვეულწილად არაადეკვატურად აფასებს თავის თავს თვითგანცდაში და თავის თავს ამ სამყაროში ხო ნუ სამყაროში სოციალურ კონტექსტში თუ ეს და ნებისმიერი ფსიქოთერაპია კარგი მთავრდება იმისი რომ მისი განცდადობა სამყაროში ხდება ადეკვატური და ის საკუთარ თავს აღარ ერჩის მაინც და მაინც იმის გამო რაც არ გამოუვიდა ცხოვრებაში და რაღაცების გამო რაც გამოვიდა ის გამო საკუთარ თავს ეუბნება რომ საერთოდ კარგი ბიჭი ხარ ან კარგი გოგო ხარ და მიყვარ ხარ ძალიან და ესე თუ ხარ კარგად ხარ ანუ იდეალური ვერსია შეგათერაპია მაგრამ მიუხედავად ახლა ამისა ხო რასთან გვაქვს ეს საქმე აი ჩვენ ვართ ბიოლოგიური რობოტები ხო ნუ მილიონი პროცესი ჩვენში მიდის აბსოლუტურად ჩვენგან დამოუკიდებლად არ ფიქრობთ როგორ სუნთქავთ ხო გული როგორ მუშაობს იქ ბევრი რაღაცა მე მოვდივართ და აქ ხდება ისევ ჩვენი რობოტიზაცია ეს არის პროგრამები რომელსაც წერს სოციუმი კულტურა რა ვიცი ყველაფერი რაც არის ხო და ძალიან როგორია რომ დამოუკიდებლები ვართ აღმოჩნდება რომ ხა ამ პროგრამებს აქაც რობოტი ხარ როგორ და სოციალური ადამიანი მაშინ ხდები როდესაც ერთ ჩვენ დღეს გაჩერდები და ის თავისუფალ ნება ჩაგერთება რომ აი ესე ყოფა აღარ მინდა რა და მოდი არის თუ არა საშუალება რომ არ ვიყო ისეთი როგორც დედა ჩემი იყო მამა ჩემი იყო პირობითად ვამბობ ხა ცუდზე და კარგზე არა ხო და რაღაცა გამოვცვალო რა და რაღაცა სხვა მოდელი ჩავტვირთო ახალი რა ჩემ ამ გაჯეტში და რაღაცები შევცვალო. ხო.
და მაშინ რაღაცები იცვლება რა. თუმცა ეხლა ცხოვრება მიდის რა. მე აღმოჩნდება რომ იქ რაღაცა კიდე შეიძლება იმუშაო, ხო? მე უკვე პლუსიდან პლუსში მუშაობ, რომ კიდე უკეთესი როგორ. თავიდან ყოველთვის ეხლა თერაპევტთან ყოველთვის ადამიანი მოდის ძალიან მინუსიდან რომ უნდა რომ თავი დააღწიოს. ეს უსასრულო გზაა. მე შეგვიძლია განვითარდა და შენით გააგრძელო. ნუ შენით გააგრძელო, მე ნახო ვისაც რაღაცა გამოცდილება აქვს, რომელსაც ცოტას აქედან აიღებ იქიდან და კარგი. რამოდენ ესე იგი ბევრი რაღაც მითხარით ისეთი რომელიც საციხავ ცდილობ რომ ჩამოვაყალიბო კითხვებად თან ფიქრობ. თავიდან როცა დაიწყეთ საუბარი თქვით ესეთი რაღაც რომ ადამიანები არიან ბედნიერები ხო მიაღწიეს წარმატებას რაღაცა სოციალურ გარემოში არიან კარგად. სოციალურ გარემოში კარგად ყოფნა თავისთავად ნიშნავს ბედნიერებას? თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. თავისთავად საერთოდ რა არსებობს, მოდი ეს. დავამატე ვერ კითხავს, მაპატიად გაწყვეტინებთ. მე მინახავს ადამიანები, მათ შორის მეც ყოფილი ვარ მაგ მდგომარეობაში, როცა ძალიან შემდგარი ყოფილი ვარ, ესე ვთქვათ, კარიერულად, მაგარი მეგობრები მყოლია და ასე შემდეგ, მაგრამ საერთოდ არ მიგზნია თავი ბედნიერად. რა თქმა უნდა, ეხლა მოდი ესე ვთქვათ, ბედნიერებითგანც რა არის. აი რაღაც შინაგანი შეგრძნება აი რაღაც კარგად ხო აი საკუთარი თავი მოგწონს და გიყვარს ისეთი როგორც ხარ ეხლა წინაპირობა ამისი რა არის წინაპირობა ამისი არის დაუშვათ ბევრი ფული ან რაღაც სოციალური წარმატება თუ რაღაცები არის რაღაცა ზოგადად მიღებული საზოგადოებრივ სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვა რო იქ ბევრი ფული გაქვს ხარ უნდა იყოს ბედნიერი ეს უნდა აყოლოთ მაგრამ სინამდვილეში როგორც მოგახსენეთ საყარო თავში გვაქვს ეს თავისთავად არანაირი არ არის მე ამ სამყაროში მე შეიძლება ასე ვთქვათ ხო არსებობს რაღაცა წარმოდგენები ხო მიღებული ამ კულტურაში ღირებულებები ხო განწყობები რასაც რაღაცებზე გიბიზგებენ და გაიძულებენ რომ აი ესეთი თუ ხარ აი ჩვენთვის მისაღები ხარ თუმცა შეიძლება სულ არ ემთხოვდეს რაღაცებს რაც შემია კი ბატონო ხო ვიღაცის თუ შეიძლება ფული იყოს ბედნიერებისაგან ხო თავისთავად ფული რა არის თავისთავად ხო ფული თავისთავად ენერგიაა მოდი ესე ვთქვათ ხო შემიძლია ძალიან ბევრი ამაში გამოვიყენო რაღაცა დაუშვათ ძალაუფლებისთვის გამოვიყენო ხო ეს გამოვიყენო დაუშვათ რაღაცა პროექტისთვის ხო რაღაცა მარსზე მინდა გაწმე შეიძლება ორივე მინდოდეს და რაღაცები და აი რაღაც ან ჩემი თავის რეალიზაციას ამაში ვხედავ და როცა ეს რესურსი მაქვს ვარ კარგად ხო შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი თუმცა ახლა აღმოაჩენ რომ ბევრი ფულიანი ხალხი მაინც და მაინც ბედნიერი არ არის რა ხო აღმოაჩენ რომ ახლა ძალიან უბედურებიც არიან ხა ზოგი თავს იკლავს ზოგი ხო ბევრი თავს იკლავს ხო ბევრს რაღაცა აშლობები აქვს სხვადასხვა ხო მე ამის პროექცია ხდება სხვებზე ქვეყნებს რაღაცები ხდება რა ეხლა ამას ბევრს ნახავთ კიდე ცოტა ხანში აქაც და სხვაგანაც ხო ხო და ეგეც საინტერესო ექსპერიმენტის მონაწილეობა ამიტომ ახლა ბედნიერების განცდა შიგნით ამისთვის არ არის სინამდვილეში არაფერი საჭირო მაინც ესე იმიტომ რომ ახლა მოდი ესე ვთქვათ შეიძლება ვიღაც მათხოვარი რომელიც დღეში 20 ლარს აკეთებს უფრო ბედნიერი იყოს როცა 30 გააკეთა ვიდრე ვიღაცას აუშვათ შვეიცარიის ბანკში რომ 200 მილიონი ხო რაღაც ნუ თავის შემოსავლის 5% დაუყათ პირობითად ვამბობ ხო იმიტომ რომ ეს არ არის ასე ვთქვათ ფინანსური საქმე რა ხო ამიტომ ყველას თავისი ბედნიერების ფორმულა აქვს მაგრამ ხა ყველაფერი ძალიან მარტივად დადის ეს არის როცა თვითონ შენი ყოფიერებით ამ სამყაროს განცდადობით და ცხოვრობით იღებ кайფს რა როცა კარგად ხარ რა როცა არ გაწუხებს დაუშვათ მოდი ესე ვთქვათ ყველა ჩვენი მძიმე ემოცია რა შეაისახება სხეულში აი როცა კისერში არ გიჭერს სუნთქვა არ გიჭერს ხრებზე რაღაცებს არ ვიცნობ აი ეგეთი არაფერი არ გაქვს თავისუფლად სუნთქავ და გაღიმებული ხარ ბედნიერი ხო კიდე ცოტა იქით მიყავ ხარ მაგას ლოგიკით როგორ შეიძლება ესეთი კაც ეხლა იმ კულტურებში სადაც ამაზე ბევრი აქვს ნაფიქრი იქ თავის მოდელები არის ხო ეხლა კი ბატონო მე მქონია ეგეთი განცდა მაგალითად ერთხელ სამოგზაუროდ ვიყავი წასული სადღაც და დილით გამოვედი ნუ ოღონდ ეს მაგამდე მივედი ეს უბრალოდ გავიღვიძე და ერთ დღეს ეგრე მოხდა არა გამოვედი და ეს გავხედე მზეს და
რა მაგარია მზერვანათებს თქო და ცრემლები წამომივიდა ბედნიერებისგან და ვიყავი ძალიან კარგი. მაშინ გავ ყველაზე მაგრა. გაცილებით უკეთესად ვიდრე რაღაც სოციალური ლივზე ზემოთახვედი თუ იქ ვიღაცებმა კოლეგა. კი. მაგის მაგალითი იყო ზუსტად. Twitch შეფასება მეტწილად დამოკიდებულია სხვის შეფასებაზე. ჩვენ ვართ სოციალური არსებობა. ხო, რას მომბიცით? მაგალითად მაპატეთ ისევ გეტყოდინებთ, აი რას ვამბობ. მაგალითად როცა ადამიანს ეკითხები, რომ ამიღწერა შენი თავი, ვინ ხარ შენ, ხო? იწყებს საუბარს მაგალითად, მე ვარ გვანცა ველთაური, ვარ რაღაც მაღალი, გამხდარი, შავთმიანი, შვილი, რაღაც კარგი მეგობარი, ანუ რაღაც ეს ეპითეტები არსებობს საკუთარი თავის აღწერის, მაგრამ თითქოს ყველაფერი, ეხა მეც რო ვფიქრობ ხოლმე მაგაზე, თითქოს ყველაფერი არის გარეგანიდან გამომდინარე. როგორ ხედავენ მე? იმიტომ რომ შენ რომ მომიყვე მე რომ მოგიყვე როგორი ხარ, მე უნდა მოგიყვე, აი რა უნდა მოგიყვე, რომ მე რომ შენ დამინახო, აი ესეც დამინახო, როგორც ყვები მხედავენ. ანუ ყველაფერს არ გეტყვი, მაგრამ ნუ რაღაცებს მოგიყვები ეს ჩვენთვის სოციუმი ყოველთვის არის არკე. ჩვენ ვართ სოციალური არსებები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციუმს ჩვენზე რა წარმოდგენები შეხედა. ძალიან ხშირად არსებობს ესეთი ფსიქოლოგიაში სოციალური მოლოდინები. როცა სოციუმი შენგან ელოდება რაღაცას და შენ ამას ახორციელებ და ეს არ არის აუცილებელი რომ კარგი ქცევა იყოს. აი ეგეთ მაგალითს გეტყვი, არის ყველას ალბათ ხონია ხო, აი კლასში ყოველთვის იყო ვიღაცა, რომელიც ყოველთვის რაღაცას აფუჭებდა რა, ურევდა, ყველა კლასში იყო. და როცა შედიოდა კლასში ჯდებოდა, უყურებდნენ ახლა ამას, რაც გააფუჭებს ის დღეს. და ის იწყებს ამის კეთებას. ხო. იქ აღმოჩნდა რომ აი ეს მოლოდინი მას აიძულებს რომ საკუთარი ასე ვთქვათ სოციალური როლი იმ სოციუმში შეინარჩუნოს ნებისმიერ ფასად. კიდევ უფრო ეგეთი ექსპერიმენტები ქონდათ ამერიკელებს საინტერესო რომ მოლოდინები როგორ ქმნის. ხო. ორი მოსწავლე აიყვანეს, ერთ სკოლაში სწავლობდნენ ისინი, მათემატიკაში სწავლობდნენ, მოკლედ ჰქონდათ ცუდი ნიშნები ძალიან, ესე შეერჩიეს. და მეორე სკოლაში გადაიყვანეს, მაგრამ მანამდე ეს პირადი საქმეები რაც მიყვებდა შეცვალეს და ორივეს ჩაუწერეს რომ მათემატიკაში არიან ძალიან ნიჭიერები. ანუ იქ რო შევიდნენ იმ მასწავლებლებს და ყველას ჰქონდათ მოლოდინი, რომ ესენი არიან ნიჭიერი, აღმოჩნდა რომ იმ სემესტრის ბოლოს ამათი შედეგი ძალიან მაღალი იყო გაცილებით ვიდრე აქ, იმიტომ რომ ამ მოლოდინმა ესენი შეცვალა უკვე. ამიტომ სოციალური მოლოდინი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სოციალური მოლოდინი ქმნის გმირებს, ძალიან ხშირად ქმნის პირიქით ანტიგმირებს და ძალიან ბევრს. მაგრამ მაინც, როდესაც შენ ასე ვთქვათ, ხდები შემოქმედი შენი ცხოვრების იმ ეტაპზე, როგორც წესი ეს ხოდერთი წილი ამ სოციალური მოლოდინების გავლენის შენზე, როგორც წესი მცირდება. ხო? როცა შედგები ასე ვთქვათ და როდესაც იცი და როცა აცნობიერებ რომ ეხა მარტო თუ ვიღაცა მიცინის მარტო მაშინ ვიქცევი ხოლმე კარგად და ამას მექანიზმი ხვდები ხო უკვე ცოტა უფრო თავისუფალი ხვდები ამ სოციალური მოლოდინისგან მაგრამ ხა ბოლომდე თავისუფალი არავინ არ ვარ გამიჯერე რა როგორც ნებისმიერ ადამიანი ეს არის სოციალური ცხოველი რაღაც გაგებით ხო გიჯერებთ აბსოლუტურად მაგაშიდან ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე რომ აი ეხა თქვენ რო ახსენეთ რომ რაღაც მომენტი დგება როდესაც აანალიზებ რომ შენ სოციუმის რაღაც შეხედულების გან შეიქმენი აღმოცენდი და გება შენ ცხოვრებაში რაღაც მომენტი რომ დადგები და იტყვი რომ მე ეს არ ვარ და მე აი ეს რაღაც სულ არა მე ეს ვარ ყველაფერი მაგრამ მე გაცილებით მეტი ვარ ვიდრე ეს აი ეგ არის როცა იტყვი მაგას თორე როცა რაღაცას უარყოფ და ალტერნატივა არ შემოგაქვს შიგნით სხვადასხვა ძალიან მძიმე როგორც წესი როცა ადამიანები გამოდიან ხო რაღაც დაუშვათ გარკვეული ემოციური დაუშვათ მდგომარეობებიდან დაუშვათ ხო იქ და ბევრი წლის განმავლობაში მე სამყაროზე რეაგირებდი ისე რომ მე შინოდა რაღაცის და ვიმალებოდი და ეხლა გეუბნებია რომ სამყარო არ არის საშიში აიწყება ესეთი კრიზისი მე არ ვიცი რა ვქნა იმიტომ რომ ახალი სტრატეგია ჯერ არა მაქვს და ძველი სტრატეგია აღარ მუშაობს ამიტომ ეს ადაპტაციაც კიდე ცალკე თემაა ძალიან ხშირად ჩვენთვის სამყარო უნდა იყოს გათვლადი და პროგნოზირებადი როცა ეს არ ხდება გეწყება შფოთვა
ეს არის მაშინ, როდესაც ჩემთვის საყარო გათვლადია, იმ გაგებით რომ გათვლადია ის რეაქციებიც, რასაც კონკრეტულ რაღაცა სიტუაციებში მე ამ საყაროსთან ხო მე თუ მაგალითად სულ შეშინებული ვიქნები და სახლიდან არასოდეს არ გავალ, შესაბამისად რაღაც მილიონ საფრთხეს ასე ვთქვათ ავწდები, ხო? ერთ დღეს რომ გასვლა მიწევს, როცა აღარ მეშინია, უკვე იქ იწყება ის რომ რა ვქნა ეხლა, არ ვიცი რა ვქნა. იქ სხვათა შორის ძალიან ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, როცა ადამიანი იცვლის გარკვეულწილად ცხოვრების, ასე ვთქვათ, სტილს რამის გამო. აი ძალიან ხშირად ეგ რაღაც დამოკიდებულებებთანაც არის ხშირად აი ამ თემას წააწყდები, რომ ბევრი წლის განმავლობაში მე დილას დავრბობდი ფულზე, საღამოს დავრბობდი წამალზე, მე ვიკეთებ და ეს დრო იყო ესე სტრუქტურირებული და უცებ ეს თემა ამოვარდა და აღმოჩნდა რომ დავრჩი აბსოლუტურად მარტო და უსახმოდ. და ეს არის ხანდახან იმდანაც ძნელი გადასატანი, რომ ისევ მირჩევნია რომ უკან დავბრუნდე. და ასეთი ბევრია რა, ეხლა ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია გითხრა. ამიტომ ეგეც არის ხოლმე რა, ყოველთვის როდესაც შვები ამას რაღაც ალტერნატიული უნდა შემოიტანო ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ხშირად შეიძლება საერთოდ სხვა თემა იყოს, მაგრამ ის დრო, ჩვენთვის აი ეს დრო, რომელიც ასე ვთქვათ, გავითავისუფლდა სტრუქტურირებული უნდა იყოს, ჩვენთვის თავისუფალი დრო ხანდახან ყველაზე დიდი ჯოჯოხეთია ეს. კვირა დღის დეპრესიები არსებობს ხოლმე ეხლა ესე იქით ნუ დასავლეთში და ახშირად ნუ ეხლა ჩვენთან არ ხდება ეგრე იმიტომ რომ სხვა დღეებში ხალხი მაინც და მაინც თავს არ იკლავს და ნუ ის ხალხი იღლება ხოლმე და კვირას აღმოჩნდება რომ არსად არიციან რა გაკეთონ და აღმოჩნდა რომ ყველა სტატისტიკურად მეტი თვითმკვლელობის ხდება კვირას ხო ამიტომ ეს დრო ძალიან უცნაური რავია კიდევ ყველაფერში რა და ეგ ხდება იმიტომ რომ მე ვცდილობ იქნება აი რაღაც მოდი აი იმ კითხვიდან დავიწყებ და მე მივყვები რის თქმა მინდა თვით შეფასება და თვით აღქმა ერთ და იგივე რაღაც არის თვით შეფასება თვით აღქმისგან გამომდინარეობს მაგრამ ეს შეიძლება ერთი და იგივე არ არის რა მე კონცეფცია როგორი მაქვს შენ თავზე წარმოდგენა მაგრამ მე კონცეფცია განსაზღვრავს უკვე ჩემ როგორ აღვიქვავ ჩემ თავს და როგორ ვაფასებ ჩემ თავს ხო ასე ვთქვათ ეს არის განცდადობაში ორი განსხვავებული თუმცა ერთმანეთისგან თან ძალიან თუმცა თუ პირველად მეორადეობაზე მივიდა ალბათ ქათმის და კვერცხის პრინციპია რომელი უფრო ყალიბდება დაუშვათ ის რომ ჩემი თავი მე აღქმა ჩამომიყვარდა ისეთის რომელსაც ეს არ შემიძლია იმიტომ რომ რაღაცა შემემთხვა თუ რაღაცა არ შემემთხვა იმიტომ რომ უკვე თვით აღქმა ესეთი მქონდა როგორც წესია ფორმულება ერთდროულად ხდება ხოლმე როცა მე განვიც ჩემ თავს რაღაც ნაკლულად განვიცი რომელსაც არ შემიძლია ეს რაღაცა გამოცდილებით შემოვიდა ჩემში ხო გამოცდილება რო არ ყოფილიყო ეს განცდადობას არ მექნებოდა ხო ანუ პატარა ბავშვი როდესაც იბადება რა სანამ შეხება იქნება გარემოსთან მშობელთან სოციუმთან არ ვიცი თვით აღქმა აქვს როგორი რეალური რაც არის ის არის თავიდან არის რაღაც ბიოლოგია ეს ძალიან ნელად და შემოდის ნელად მაგრამ ახლა მე განცდაი ძალიან გვიან შემოდის ძალიან აი რაღაც ასაკამდე ბავშვი მრავლობით ლაპარაკობს თავის თავზე მესამე პირში ის განიხილავს თავის თავსაც რაღაც თითქოს სუბიექტს რომელიც მის გარეთ არსებობს და ეს რთული პროცესი სადღაც გაცილებით გვიან მთავრდება ვიდრე ხა თოთო ბავშვს როგორი თვითაღქმა აქვს ეხა მოდი ესე ვთქვათ ამისი თუმცა ეს ის არ არის რაც თუმცა ეხა ნუ როდესაც აღმოაჩენ რომ რაღაცა შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ადამიანები იხსენებენ წარმოუდგენელ რაღაცებს ხო დაუშვათ დაბადების მომენტს ან რაღაც იქ რომელიმე იხსენებს ამას მე არ ვიცი არ ხდება ხოლმე ხანდახან აი ის მე რომელიც ამას იხსენებს ან მოდი ესე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს რეკონსტრუირება, ხო, რაღაცის, რაღაცა გაიხსენოს, ხო, მაგრამ როდესაც ფაქტებზე გელაპარაკება, რომელიც შემოწმებადია, იქ რომელმეზეა ლაპარაკი ძნელი, თუმცა ხა კლასიკურ ფსიქოლოგიაში მიღებულია, რომ მე კონცეფცია გვიან ყალიბდება სადღაც თქმის 6-7 წლის ასაკშიც არ არის ბოლომდე. ხანდახან ესეთ დასრულებული რა, რომ მე ვარ და სამყარო სხვა არის და მე ჩემ თავში რას გულისხმობ და მე ჩემ თავს როგორ ვაფასებ და ასე შემდეგ. ანუ რაღაც მთლიანობის აღქმა აქვს მათ აღიქვამენ. ყველა ჯერზე სხვადასხვა, ყველა ასაკს აქვს ძალიან ძავისი სპეციფიკა. ამიტომ პედაგოგი არის რთული ბავშვთან ურთიერთობა რატომ არის რთული? იმიტომ რომ ჩვენ რაღაცას უხსნი
უნდა ელაპარაკო იმ ემენებიდაზე და იმ კატეგორიებით, როგორც ის თვითონ აღიქვა. ჩვენთვის ეს ძალიან ძნელია. მაგალითად, მაგალითს გეტყვი ერთს, რომ მაგალითად მეტაფორას ბავშვი იგებს ძალიან გვიან. სადაც შეიძლება აი ესე 7 წლამდე მეტაფორას ვერ მიხვდეს. ამიტომ იმას რო ეუბნები, რომ პირობითად ვამბობ, ეხლა ცუდ რაღაცებს ვთქვა, რა, რომ მიწაკი გაგისკდეს, მისთვის ეს მეტაფორის კი არ არის რაღაც წარმოიდგინეთ. კონკრეტულად გაიხსნა მიწა და ჩავარდა რა. მოგესმის აბსოლუტურად, ამიტომ ლექსიკა მასთან უნდა იყოს ნაფიქრი. ანუ ძალიან ხშირად უკვირთ, რომ ბავშვი რაღაცა არ ესმის მაგალითად. მე აღვნიშნებ, რომ არ ესმის, იმიტომ კი არა, რომ რაღაც პრობლემა ის როგორც აწოდებ მის, ასე ვთქვათ, მისთვის, ასე ვთქვათ, მისი სუბიექტური სამყაროსთვის არ არის ის იმგვარად დალაგებული, რომ გაიგოს. ან მაგალითად ძალიან ხშირად ახლა ამის კომპენსაციას ბავშვები რითი აკეთებენ ძალიან ხშირად, ხო ინტუიცია აქვს, სხეულის ენას ხითხულობენ ძალიან კარგად, ამიტომ რომ დედა გენიალურია ჩემი ბავშვი. ეს ყველას ჰქონდა თქვენს, მე ვკარგავთ ამ უნარს, როდესაც სხეულს უყურებ, მიმიკას უყურებ, ჟესტიკულაციას ვიმახსოვრებ და ვკითხულობ, იმიტომ რომ ეს ბიოლოგიურად ჩემი გადარჩენისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შემოდის მეტყველება, ხო, როცა მეტყველება შემოდის, აბსტრაქტული აზროვნება შემოდის, ხო, ამიტომ მაგის ვიღაცებს ეს უნარი უფრო აქვთ და შერჩენილი და უმეტესობა აღარა ვართ ხოლმე ესეთი ინტუიციურად. სხვადასხვა ეგ უნარი უფრო, ასე ვთქვათ, მუშაობა ბევრმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ პირველი 5-6 წამი საკმარისია, რომ შეიქმნა ადამიანზე წარმოდგენა და ეს არის ყველაზე მართალი, ასე ვთქვათ, ნუ იქ რაზე ელაპარაკე, ხო, რამდენად ენდო არ ენდო, მართალს გეუბნება თუ არ გეუბნება. იმიტომ რომ აი ეს 5-6 ის პატარა ბავშვია ჩართული. ძალიან საინტერესოა. მე კიდევ ვიცით როგორი რაღაც მაინტერესებს, აი რეალური აღქმა ჩემი თავის თვით შეფასებაზე. მე რაღაცნაირად გონია რომ ერთმანეთისგან იყოფა თვით შეფასება და თვით აღქმა და ჩემი თვით აღქმა, აიცით რატო ნახეთ, აი მე მაგალითად შეიძლება მქონია ეგეთი მომენტი. მაგალითები თვილად. ხო, მე მაგალითად მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ მე აღვიქვა საკუთარ თავს კეთილ ტიპად. აი ესეთი გულუყვათ, კეთილი ტიპი რა არის. აი ესეთი აღქმა მაქვს საკუთარი თავის რაღაცა იქ ცხოველები მიყვარს, სიტყვაზე ვიძახი რაღაცა, იმაშობ ვუბლი ასე შემდეგ და გამოჩნდა იყო ჩემ ცხოვრებაში ადამიანი ვიღაც მოვიდა და პირდაპირ მითხრა რომ შენ მაგარი ბოროტი ტიპი ხარ. ხო და ჩემთვის მის ნათქვამში და არაფერი არ შეცვლილა. ან მე ვიცი, ჩემი აღქმა საკუთარი თავის მიმართ ესეთი არის. თუმცა სოციალურად შეიძლება ერთი კი არ იყოს, 100 იყოს, ვინც მე სხვანაირად აღმიქვავს რა. და მაგაში განსხვავება ხო არის რეალურად. რაში? აი, განსხვავება არის ვინ გითხრა ეს? ხო, ხო და ეს თუ ჩემთვის მითხრა რაღაცნაირად ღირებულმა ადამიანმა, რომლის აზრი რომელსაც პატივსცემ მიყვარს. ეს არის აბსოლუტურად სხვა. თუ მითხრა ეს ადამიანმა რომელიც რადიკალურად ჩემგან განსხვავდება, ну შეიძლება გაუბრაზდე, მაგრამ სხვა რეაქცია მექნება. საერთოდ ჩვენ ყოველთვის გვიყვარს, როცა კარგ რაღაცებს გვეუბნებ, ბანანურ რაღაცას გეტყვი, ხო, როგი დედა რა გადასარავი ხარ, რა კარგად გამოგივიდა ყველაფერი. უკეთესად იზავ, ვიდრე რო გითხრა, რომ იცი რა, რაღაც, მე შენგან მეც ველოდებოდი მაგალითად, ხო ესეთი ვირუსული ფრაზები რაც არის. ხო. და არასოდეს არ გითხრა, უყურდეთ რას ველოდებოდი. ხო. კი, მეც გამიგა ჩემს მიმართ. კი, რომ უბრალოდ მეც ელოდებოდნენ ჩემგან. ბევრჯერ თან. კი, და ეს არის აბსოლუტურად ვირუსი, იმიტომ რომ ეს არის რომ შენ გაქვს არასოდეს არ ხდები საკმარისად კარგი. მარადიულად გააქვს განს და რაც არ უნდა ქნა ცხოვრებაში, რომ ეს ის არ არის. და არასოდეს კმაყოფილა, ეს არის მარადიული უკმაყოფილება. საკუთარ თავთან. ხო. რაც არ უნდა გააკეთო. რაც არ უნდა, იმიტომ რომ არავინ არასოდეს არ გითხრა რა უნდა გააკეთებე, გითხრეს რომ ეს ის არ არის. ანუ უკეთესადაც შეგეძლო მაგალითად. იმიტომ რომ ბავშვს ყოველთვის უნდა უთხრა. შენით ვერ მიხვდები მაგას? კი, როგორ არა, ეხლა მე რეიული ფსიქოთერაპევტებთან და თუ გაგიმართლა. მაგრამ აი ეს თვითკმარობის თვით იმის შეგრძნება არ გიჩნდება ისედაც? აი მაგალითად, ისე მაგალითად ვილაპარაკობ. მაგალითად გეტყვი და დავამთავროთ, იმიტომ რომ ეხლა ერთ ეგ ადგილას მოგხსენე. აი მაგალითად მაქვს რაღაცა ფობია რა. აი რაღაც შიში მაქვს, არ ვიცი, ან ფრენი შიში ხო, ეს ძალიან გავრცელებული რა. გაქვს ეგეთი რამე. არა, არც მე არ აქვს. ამიტომ მე და შენ რომ მივდივარ და საერთოდ მაგაზე არ ვფიქრობ. ანუ ის კი არა რომ შიში დავძლიე და ესე წავედი და რაღაც. არა, საერთოდ თავში არ მოგდის ეგ. არის ხალხი, რომელსაც აქვს ეგ.
და იქ ხა იმას რო ასწავლო რომ აი ეს ხელები მოუჭირე ღრმათის უნთხე და რაღაც ხო ჯამში შენ თუ ასწავლე ამას რომ ეს დაძლიო ის შიში არც დარბიდის უბრალოდ ეუბნები რომ როგორ ვიჭიდაოთ შიშთან ხო ნუ ხა ბევრჯერ თუ იჭიდავა და რაღაცა და არ ჩამოვარდა არასოდეს მე შეიძლება ისეც გავუვარო შეიძლება არ გავუვარო განსხვავება ის არის რომ ხალხი რომელსაც ეს პრობლემა არ აქვს თავში არ მოძდით საერთოდ ეგ ფიქრი ეხლა შენ მეუბნები როგორ და ის ხალხი საერთოდ არ ფიქრობს მაგაზე რა გესმის ეს გეუბნები შენ გაქვს ყოველთვის უკმაყოფილების განცდა და იმან საერთოდ რო უთხრა რომ აი რაღაცა გავაკეთე ფანტასტიკური პროექტი გამოვიდა ყველაფერი მაგრამ იცი რა მაინც აღამოს რაღაც ვერ გაიგებს ასე ვუბნები იმიტომ რომ მისთვის ეს განცდა არ არის ნაცნობი მას ეს არ ასწავლეს ხალხი რომელიც სულ უკმაყოფილოა იცნობ ეგეთ ხალხს რაც არ უნდა მოხდეს უკმაყოფილოა იქ არ არის საქმე იმაში რა ხდება ის ყოველთვის უნდა დარწმუნდეს რომ ერთადერთი განცდა ამ სამყაროში არის უკმაყოფილება რაც არ უნდა მოხდეს მიიყვანს იქამდე საქმეს რომ უკმაყოფილო ან იპოვის ისეთ რომ უკმაყოფილო იყოს ძალიან უცნაურად მუშაობს ეს შენ რომ მეუბნები პატარა ბავშვი ბედნიერი არა თუ ბავშვი ასწავლეს რომ მარადიულად ეს სამყარო არის დანაშაულის განცდა სულ თავი უნდა ყველაფერს იზავს რომ ყოველთვის დარჩეს დანაშაულის განცდა იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა მისთვის არ მიაწოდეს იქ ის ჩაწერას თუ ვიღაცას დაარწმუნებ რომ არ არის მაგალითად სიყვარული არის ყოველთვის ტრაგიკული აი ხო არის რომ აი ნამდვილი სიყვარული ტრაგიკულია ნუ რაღაც მილიონი მითია ცხოვრება არის ტანჯვა მაგალითად აუცილებლად იზავს მაგას რომ დაამტკიცოს რომ ეს არის იმიტომ რომ ეს მოლოდინი შექმნილია შეკრეთ იმიტომ რომ დედამის უყურებდა უბედურს იქ ავიცი ვიღაცას უყურებდა მამამის უყურებდა რომელიც ვერ შედგა კიდე იმას თუ უყურებდა ამათ ერთმანეთი როგორ ძულთ და ვერ იტანენ მაგრამ მაინც ცხოვრობენ და ეუბნებიან რომ აი თქვენი გულისთვის არ დავით ნუ იქ ამას აუცილებლად იზავს ვერ ცხოვრებაში მაგით რას ეკმაყოფილებს აი ეს ადამიანი ვინც მაგას აუცილებლად იზავს აი რამეს იკმაყოფილებს მაგ განცდით ეგ რომ მოდი ეხლა ცნობიერად ის ბევრ რამეს მოგიყვება რა რომ რაღაცე მაგრამ ჯამში ეგ პროცესი არ არის მთლად ცნობიერი მე მინდა მივიღო ის ემოცია რომელიც მასწავლეს. მოდი ესე ვთქვათ რა, კიდე ერთ მაგალითს მოგიყვებით ახლა. აი ბავშვი არის სახში და ესეთია ბევრია იქ შიგნით ამისი არავის თუ ამას არც ხელა, მიტოვებულია თავს სადაც დაღოყავს ყურადღებას არავინ არ აქცევს. მაგრამ ერთველი დღეს რომ მიღოგდა და იქიდან ვაძა გადმოაგდო. ხო? და დაიმტყვა. ყველა მივარდა და აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. და ცოტა უდრიებას ვაკეთებ, რომ არა დამიჯერე რომ ეგრე მუშაობს. და იქ ვიღაცა მიხვდა შიგნით რა რომ ყურადღებას მომაქცევენ მაშინ როცა რაღაცას დავამტვრევ რა და აღმოაჩენ რომ მთელი ცხოვრება მე მთელი გზები აკეთებს რაღაც საოცრებებს ეს მარტო ვაზებს არ ეხება რა და ყოველთვის ამაზე რაღაცა სკანდალებში ეხვევა სულ ყურადღების ცენტრში ყურადღების ცენტრში არა რაღაცით აი რაღაცა ყურადღების სითბოს თუ სიყვარულის სურაგატი რომელიც აი მაგალითად მარტო მაშინ მიაქცია, კარგი ესე ერთი მაგალითი. ყურადღება, როდესაც უცებ აღმოჩნდა, რომ ავად გახდა რა. აღმოაჩენს, რომ ავად რო გახდა, ყურადღებას აქცევს. მე იქნება ძალიან ხშირად ავად. რო ყურადღება მიაქცია. ოღონდ ის ვინც ამაშვება, იქ არის აი 13 წლის ბავშვი, რომელიც ერთ მომენტში რაღაცა მსგავსი მოდელი ჩაიგდო და ის იქიდან არასად დაეწავიდა, არ გასტილა. იმიტომ რომ აბსოლუტურად ცნობიერ დონეზე ის ხდება, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაგნო დღეს. აბსოლუტურად არაფრის მომცემი. ცხოვრება გაუფუჭა, მაგრამ რატომღაც ერთველი აიღატკივდება ყელი ან აუწევს სიცხე, ხო? ყურადღება მიიქცევს. და რატომღაც თუ იმიტომ რომ შეიცვალა დანაკლისი. ყურადღება მიიქცევს. ხო, და ყურადღებით რას იღებს? დანაკლისი იუსებს? იმ ყურადღების და სითბოს სურაგატს იღებს, ანუ მას აქვს მოთხოვნა მაშინ რომ მიიღოს სითბო და სიყვარული, მაგას ვერ მინდა. სიყვარულზე ვლაპარაკობთ, მოდი იქაც ეს არის, ხო, ის ბავშვის განცდილი სიყვარული რა არის, ეს არის სითბო, ზრუნვა თუ რაღაცა არ ვიცით ხა. იმ ასე ვთქვათ დეფინიციაში მე და შენ რაზეც ვლაპარაკობთ, ხო, სხვა რამეს გულისხმობთ ამ სიყვარულში, ხო? ის ეს არის რაღაცა ემოციაც და არის ალბათ რაღაც ფიზიოლოგიური რაღაცა შეგრძნებაც არის, ხო, რაღაცა. რომ ვიღაცამ ხელში აიყვანა, ჩაიხუტა. ხა ეს შიმპანზეებზეც არის ჩატარებული, პირველი უნდა ეს სითბო, ფიზიკური შეხება. და მე სითბო ემოციებში გადადის, ხო, როგორც სიყვარული ზრუნვა რაღაც. ადამიანი მოდის ამ დედამიწაზე ორი რამე ჭირდება რა. ერთი რომ სამყარო მიიღო, ანუ უყვართ,
და მეორე რომ გარემო სადაც აღმოჩნდა სანდოა. შეიძლება ეს. ამიტომ ორი პრინციპია რა, თუ გინდა მარტივი მოდელია ბავშვი როგორ გაზარდო ჯანმრთელი ბედნიერებას, ალბათ მეტი არაფერი არ უნდა არც ავარფერი. პირველი უნდა დახვდეს სიყვარული და მეორე სამყარო რომელსაც ენდობა არ უნდა მოარტყო. ხესტყუილების ეგეთი თემა ეგ არ არის მიზანმიმართული თქო. არა, ხო, რაღაც. მე თუ ეწევი დღეში 4 ყოლობ სიგარეტს და ბავშვი თავში ურტყავ, იმიტომ რომ დავეუბნები რომ არ მოციოს არასოდეს. ის რასაც ხედავს და რაც ძალიან საყვარელი მაგალითი მოვიდა, გაცილებით უფრო ბოროტი მაგალითების მოყვანა შეიძლება, ხო? კი, მოვიყვანოთ რომ ბოროტი მაგალითი. რაც კიდე მოვიყვანოთ, ხო? როცა ელაპარაკები ღმერთზე და რაღაც, ხო? და იქ ცხოვრობ ვითომ ესე და ამ დროს ეს ბავშვი ხედავს სინამდვილეში ვინ ხარ? ხო, აი ეს მე უკვე. აი ეს რაღაცა სამყარო სურათში ხდება ურთიერთგამომრიცხავი ორი სიგნალი. ეს პროგრამა ეკიდება. ამიტომ სამყარო ხდება არასამდო. ხო, ეგ მანამდე იწყება კიდე ხა. ბევრი რაღაცაა ეს. მამა ძალიან პატარა ასაკში, როდესაც ბავშვს აბსოლუტურად ესეთი სახით რა ქვია გავეშებული სახით უთხრა ეტყვი როგორ მიყვარხარ და ბავშვი ვერ ხვდება რას დაუჯეროს რაც უთხრა თუ რასაც ხედავს იქ უკვე ეს სქემები რაც ასე ვთქვათ ინგრევაში იქნით რა უთიერთორი სიგნალი როცა შედის სისტემაში სისტემა ეკიდება არ იცის რა ვის ენდოს ამიტომ ორი გამოსავალი რომ არ ენდოს არცეთს ან გაჩერდეს რა და ან იყოს რაღაცა ქცევის მემოდელი რომ ეს მოდელი არის ყველაზე ოპტიმალური ამ საფოროში არის თქვი ეგეც მოდელია ხო თავისთავად და ასე შემდეგ ხეთ რთული რაღაცები მუშაობს კიდე ხო ამიტომ ორი ამე უნდა რა უნდა გენდობოდეს და უნდა და დარჩეს თვითონ ისავს არასდროს არ მოგატყუებს ეყარება თავისთავად ამიტომ იქნება წარმატებული ამიტომ რაღაცებს შეიბეცდებს ისწავლის მეტი არაფერი არ უნდა რა უნდა იცოდეს რომ უყვართ და არ ატყუებენ ისეთი მომენტი ცხვარსებობს რომ აი თქვენ ხო თქვით ხარ რომ ხედავს და იმეორებს მე სადღაც მაგას გაიმეორებს მე გამიგია ესეთი შემთხვევებიც როდესაც უყურებს და აბსოლუტურად ანუ პირიქით აკეთებს აი მანდ რა ხდება არაფერი ეს არის მეორე მხარე მედლის მაგალითად მე თუ მეუბნებოდა რომ მთელი ცხოვრება უნდა ვიყო წესიერი და პატიოსანი მაგათ ჩინაზე ვიქნები უწესო და უპატიოსო ოღონდ საქმე მოდელიდან არ გადავედი ისევ ვუმტკიცე ოღონდ საწინააღმდეგო იყოს ჩაფში მოდელის დამთავრება ის ნიშნავს რომ საერთოდ თემა გვხვდება არავის არაფერს არ უთკიცებ მაგრამ მშვები ისე როგორც ჩემთვის არის ასე ვთქვათ მისაღები რაღაცნაირი მაგ მოდელს ის ბევრს ნახავ ეგეც რა რომ თითქოს მთელი ცხოვრება ომობდა საკუთარი მშობლი და საწინააღმდეგო გააკეთა. არა ჯამში მე აღმოჩენს რომ მაინც ჩარჩოში იყო, ამ ჩარჩოდან არასდროს არ გავიდა, რომ უბრალოდ მოდბედლის ერთი მხარი და მეორეზე გადავიდა. ხო. თამაში ვსაუბრდება როცა აღარ თამაშობ. ახ, ეგრე არის და სულ რაღაც მომენტში ხო ალბათ თითქოს ყველა თამაშობთ. და ისე აი თქვენთან რომ მოდის პაციენტი თუ კლიენტი არ ვიცი როგორც ეძახით ადამიანი და როცა იწყება ფსიქოთერაპია და როცა ჩადიხართ აი ამ რაღაცა მომენტში როდესაც ბავშვობის ტრავმას თუ ბავშვობას ეხებით ანუ მაგ დროს რა გზას გადის ანუ ეხება თავის ყველაზე ბნელ მხარებს თუ ბნელი მხარე, ნათელი მხარე, კარგი მხარე, ცუდი მხარე, ეგეთ რაღაცები არ არის. არის შენი ისტორია რა. ხო. ხა როცა შენ მიდიხარ ფსიქოთერაპევტთან მაგალითად. ანუ ვიღაცას გაუჩნდა სულ რატომ მიდის, ხო? იმიტომ რომ რაღაცას უხებს, რა. რაღაცნაირად მისი ყოფა ესე არის გაუსაძლისი, ხო? ეხლა სხვადასხვა ხარისხია რა. ამ გაუსაძლისობის, ხო? როგორ გრძნობ შენ? ეხლა მე როგორ თერაპიას ვატარებ, იმას გეუბნები, სხვანაირად აქვისას დასვავ, თავისას მოგუყვება. ხო. შენთვის ხო ეს ძალიან კონკრეტული შეგრძნება. ეს არის მაგალითად რაღაც სიმძიმის განცდა, ჰაერის უკმარისობის განცდა. შენი სხეული იწყებს ლაპარაკს. აი მაგ ნებისმიერი შენი შეგრძნების უკან ძალიან კონკრეტული შენი ბავშვობის ან შემდგომში გავლილი რაღაც ისტორია დგას. მე შევდივარ სხეულის სიმპტომატიკიდან ყოველთვის. ანუ არ ჭირდება შეგიძლია საერთოდ არ მომიყო ისტორია. შენი სხეული მოყვება ამ ისტორიას. ეს მესაც გეუბნები. ანუ როგორ მოყვები მე ალბათ არ მოყვები. ამიტომ ის შენ გონი ეს ბავშვი სადღაც სიღრმეშია, სადღაც არის. აქ არის აბსოლუტურად არსად არ წასულა ეს 3 წლის.
კვანცა სადღაც. იქ არის. როცა ყურადღება უნდა მიექციო რა. და იმით რომ კისერში გიჭერს პერიოდულად ის ცდილობს რომ შენ ყურადღება მიექციოს სულ და შენ მას ყურადღებას არასოდეს არ აქცევ რა. ანუ ჩემი შინაგანი ბავშვი როგორც დღეს ეძახიან ესეთი პოპულარული სიტყვა არსებობს? არა ეგეთი პოპულარული. ხო, სულ ჩემთან არის. ხო, ნუ ხან მოდი რაზე ვლაპარაკობთ. ეხლა ის ბავშვი თუ რეალურად ოთახში შემოვიდა, იქ ჩემი პაციენტი არ ახარ, იქ უკვე დიდი ფსიქიატრია. ხო, გარკვეულ პროექციაზეა, ხო, ლაპარაკი რაღაცა გარკვეულ დავებაზე რა. ჰოლოგრამაზე, რომელიც ხო. რაღაცა ვერედოთ კისერში თუ გიჭერს, აი, ის და გეუბნება რომ როგორ დამბოღბეს ამათ, მაგრამ თვალწრემელი დავჯერდი გაბუტური და ამ ოთახიდან არის და ამათ ჯინაზე ვიცხოვრებ მთელი ცხოვრება. ჩავშის თუ როცა მივხვდება რომ ისინი უკვე დიდი ხანია იქ აღარ არიან და ვაფშე თუ ვინმეს ჯინაზე ცხოვრობ, ამ ცხოვრებაში საკუთარი თავი შეიძლება თავი დაგანებას. ხო. მაგრამ ჰარმონიული ცხოვრება შეიძლება? რა სულ ჰარმონიული ცხოვრება. აი არის ჩემში და არ მაწუხებს რა ვართ ერთად ვარ. ნუ მაშინ ეგ ეხლა ესეთი არა, მაშინ ის რასაც ფსიქოთერაპიაში, სადაც მუშაობ, ყველაფერი სპამია ბასიკა. იმედად ის უნდა წავიდეს. ეხლა თუ ყველაფერი კარგად გაქვს, არაფერი ბავშვი იქიდან აღარ მოვა. ის ბავშვი გაიზარდა და აგერ მთლიანი ზიხარ შეეძრა. იქ თუ ბავშვი გამოჩნდა, ის არის რაღაცა იქ, აი როგორ გითხრა, რაღაც შენი ნაწილი, რომელიც ავტონომიურად შეინახა სადღაც და მთლიანი ვერ ახარ რა. როცა მთლიანი ხარ, არანაირი ბავშვები აღარ მოდის. დაბიჯერე. просто კარგად ხარ და ხარ რა. და მაგ დროს პატიებას აქვს რაღაც როლი წილი? პატიებას აქვს წამყვანი წილი, წამყვანი. ხო. თუ პატიება აქტი რომელსაც მარტო ადამიანს შეუძლია განახორციელოს. როცა შენ თავს რაღაცას აპატიებ. აი წარმოიდგინე, თურმე უნდა რა რთული რაღაცები უნდა გააკეთო. ჯერ ეს უნდა წარმოიდგინოს. მე ყველაფერი ესენი უნდა წარმოიდგინო და ყველაფერი მე წაშალო. ესე რთული რაღაცა უნდა გააკეთო შიგნით. პატიება, მადლიერება, სიყვარული, ეს არის უნივერსალური ემოციები რა. რომელიც არის ყველა რელიგია მაგაზე. რომელიც ყველაფერს ანოლებს შიგნით. ნოლი ერთი და მე ღმერთი ხდები შიგნით. ამიტომ ეგ ემოციებია ის ემოციები, რომლებიც მარტო ჩვენში მუშაობს. არის ახლა შეიძლება დელფინებსაც შეუძლიათ პატიება, მაგრამ ეგ არ ვიცი. ხო. ამიტომ როცა შენ რაღაცებს შენ თავს განსაკუთრებით მეტი არც არავინ არ აქვს საპატიებელი დამიჯერე. შენ თავთან. ნებისმიერი სიტუაცია, სადაც შენ გული გატკინეს, ეს ხო სიტუაცია, სადაც როგორღაც მოახერხე რომ მოხვედრილი ხავი. ეხლა მოდი არსებობს რაღაც სიტუაციები, სადაც ვერ იტყვი რომ ცალსახად ეხლა ქვარო თავში დაგეცა, ის ყვა, მაგრამ ესეთი ცოტაა. დარჩენ სიტუაციებში ჩვენ რო ვიღაც ადამიანებს გული გვწყდება, ეს სიტუაციები რაღაცნაირად ჩვენ დავაგენერირეთ. ამიტომ თუ ვინმეს უნდა აპატიო რომ იმას საკუთარ თავს აპატიო რომ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი რომ ესეთ ადამიანთან გადაიკვეთე ცხოვრებაში. და დამიჯერე რომ შენ თუ შეგინდა განთავისუფლდი მაგისგან. შენ თავს თუ აპატია ის ადამიანი შენ ცხოვრებისგან დაიკარგება საბუდავად. აღარ იქნება მისთვის არადაირად. ეს შენთვისაც აღარ იქნება. ეს თვითონ საერთო ვიბრაციულ ველში აღარ ახარ ხო გახვედი. მე აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს სიტყვას. საკუთარ თავზე მაქვს გამოსთილი ეგ და ხანდახან ადამიანს რობობდნენ ხომ რომ პატიება არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითქოს რაღაც აი მეგობრებთან რომ საუბრობ და ვიღაცას რაღაც პრობლემა აქვს რა და მის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი პირობითად რომელიც აი ტანჯავს. მაგრამ ვერ იშორებს იმ ადამიანს და აი ვისაუბრეთ და ბოლოს რაღაც მომენტში მივხვდით რომ მის მშობელს რაღაც რომ ვერ აპატია თითქოს იმ მშობლის პროექციები მოდიოდნენ მის ცხოვრებაში. ანუ იმ პარტნიორის სახით შემოვიდა ხო ნუ ეხლა ეგეთი რაღაცები როგორც წესი ხო რასაც ვილაპარაკეთ ამდენი ხა ეს პროგრამები გადადის ხო ვიმეორებთ ეხლა ეს ძალიან კლასიკაა ხო ფსიქოანალიზი. რაღაცნაირად ვიმეორებთ აუშვათ დედებს, მამებს რაღაც ურთიერთობებში ვიმეორებთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არის ასე ვთქვათ ესეთი ბაზისური მატრიცები, ქცევის მოდელები. იმიტომ რომ ქალობა, კაცობა შემოდის იმ ხალხისგან, ვინც პირველი ქალი იყო, ვისაც უყურებდა პირველი კაცი, ხო ეს მოდელები არის დანმიტის. ამიტომ ამ მოდელებს ვადრი მე
სხვა მოდელებს რომელიც ცხოვრებას ამ ხანდახან მინდა გავიმეორე ესეთ მოდელთან შეიძლება მინდა რომ საერთოდ გავექცე ამ მოდელს და აღმოჩნდება რომ ამ გაქცევაში ამის აბსოლუტურად მეორე საშინელება მოდელს აღმოაჩენ ცხოვრებაში და ასე რა თქმა უნდა ესენი ყველაფერი მუშაობს ამიტომ ისე ვამბობ რა სანამ თამაშობ თამაში გრძელდება რა თამაში თავდება მაშინ როდესაც არავის აღარ ეუბნები რა როდესაც ჩვენი მშობლების მოდელებს გარეთ ვამუშავებთ ხო ეს იმას ნიშნავს რომ საკუთარ მშობელთან ურთიერთობაში იქით არ გაქვს ასე ვთქვათ დამთავრებული არ ასმობ კარგი გაგებით რაღაცები მოკლედ იმას ვერ არ აპატიე სანამ ამას არ მოახერხებ შენ ვერ დაალაგებ შენ ურთიერთობას იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში შენი ნებისმიერი ურთიერთობა დაუშვათ ქალთან ხო ეს იქნება რაღაცნაირად დიალოგის გაგრძელება დედა შენთან ხო ან რაღაც ან შეიძლება დედა შენთან რომელსაც გაგრძელება არა ეხლა დედაზე რო ამბობენ პირობითად ეს არის ქალის მოდელი რომელიც ჩაიდო ეს ბებია შეიძლება იყოს კი ბატონო კი ზუსტად ეგრე არის ჩვენ ასევე ვახსენეთ რეალური შეფასება და ესე ვთქვათ იდეალიზება ხო საკუთარი თვით აღქმა ხო არსებობს ანუ რეალურად როგორ აღვიქვავ მე საკუთარ თავზე შეიძლება გავაიდეალო საკუთარი თავი აი ტრამპი მაგალითად ბატონო ტრამპი კი ბატონო კი ბატონო საერთოდ ესეთი დემონსტრაციული ისტერიული ესე ქვია უნდა რომ აქოდ უნდა რომ კარგ ექსპერიმენტებს უყურებთ ცოტა ხანში თავდება ხოლმე ეგეთ ხო და რა დროს ირთვება ეს გაიდეალებული მოდელი ისევ მანდაც მშობელთან მიდიხარ ესეთ არის დედა რა მაგარი ხარ რა გადასარავი ხარ შენ ხარ ჩვენი იმედი და შენ გაამართლე ოღონდ ერთია რომ იმედია რომელმაც ვერ გაამართლე არის იმედი რომელმაც გაამართლე რა რომელიც იქნება განსაკუთრებული რომელსაც აუშვათ იბადებიან იშვიათ რა ვიცი მილიონი რაღაც ერთებობს და შეიძლება ხნა როდის ვეჯახები აი რაღაცნაირად მგონია რომ გაიდეალებული როცა გაქვს საკუთარი თავის აღქმა რაღაც მომენტში ხდება შენ რეალობასთან დაჯახება შენ როგორიც რეალურად ხარ აი ეგეთ რაღაცას თუ ქონიათ ეგეთი რაღაცა ეგეთი რაღაცა არის ხშირად ძალიან ეგეთი რაღაცაა რომ ბავშვებიდან მოგეუბნებიან რომ გენიალური ხარ ყველაზე ნიჭიერი ხარ ძლიერი ხარ და კლასში რო შეხვალ პირველ დღეს და აღმოჩნდება შენისა და იქ კიდე არის ბევრი ხო ამას ჩვენ ვეჯახებით პედაგოგად ვიღაცისთვის ეს არის დიდი ტრაგედია იმიტომ რომ ისე ვამბობ რამდენად ადეკვატურად აუხსნი ბავშვის სამყაროს რა როცა ეს ადეკვატურობა ირღვევა იმიტომ რომ გეუბნებიან რომ შენ ხარ განსაკუთრებული და აღმოაჩენ რომ შენ არ ხარ იქ განსაკუთრებული აი მე რეიწყება და უშუალოდ რა იწყება? აი ნევროზები იწყება მაგალითად რაღაცა, ანუ იწყება შიგნით აი ეს შინაგანი შფოთვა დისკომფორტი რაღაცები, იმის დამტკიცება რომ ესე არ არის, ან კომპენსაციების და მილიონი სხვა მექანიზმი შეიძლება ჩაერთოს მაგალითად. ეს ისტერიული ნევროზი ასაც ეძახიან ეს ხალხია, რომელიც ჩვენ დღეს აღმოაჩენს რომ სამყაროს ცენტრში აღარ არის, ყველა ყურადღებას არ აქცევს. ყველაზე გადასარევი არ არის, ამიტომ იქ უკვე აი როგორ მოახერხებს მაგაზე გელაპარაკა შეიძლება უცებ გული წავუვიდეს და ცუდად გახდეს. ხო. ესეთ ტიპებს ძალიან ადვილად შეამჩნევ მაგალითად გარეგნობით, ხო, ძალიან გამოხატული მაკიაჟი ან ტიტველი და სრულყურადღების ცენტრში როგორ აღმოჩნდეს. ხო. ხო, ეს კომპენსაციები ხდება ხოლმე ეგეთ. მილიონი სხვადასხვა საშუალო ეს არის ხალხი რომელსაც უნდა რომ ყურადღება მიიქცევს, იმიტომ რომ ოდესღაც ბავშვობაში ის იყო ყურადღების ცენტრში. მაგრამ არ აგერიოთ ეს ისე ვთქვათ ამ უპირობო სიყვარულთან და ეგეც სურაგატია რაღაცნაირად. ხო, ეს მინდა. მას ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა იმაში, ანუ ესენი ამეთი არ აძლევდნენ სიყვარულს, აძლევდნენ უბრალოდ გარკვეულ ასე ვთქვათ ანტურაჟ კონტექსტს, სცენას აძლევდნენ. და შენ მიყვარხარ ესეთი ლამაზი და ბალეტზე რო დადიხარ და ფორტეპიანოზე და კარეტეზე ერთად და ესეთი მიყვარხარ, მაგრამ ნუ ისე ამიტომ ნუ ყურადღების ცენტრში უნდა ვიყო. მე რო ყურადღება მომაქციონ, სულ უნდა ვიყო სუფრაზე ვიდგა, ხანცით ხელში და რა ვიცი რაღაცები ვქნა რა. მე აღმოჩნდება რომ ნუ სამყარო არ არის, ეგ მოწვევ ეჯახები ამ სამყაროს, ხო? იქ იწყება ბევრი უკვე იქ სიმპტომები იწყება რაღაცა. ახლა შორს წავთ, იმიტომ რომ შენ კიდევ ყველაფერზე ერთად ვილაპდით მოდელია რა, მაგრამ პრინციპს ხო მიხუთი რაღაცა. კი, პრინციპს მიხუთი. უბრალოდ ვიცი რომ ახლა ბევრი მაყურებელი იქნება ისეთი, რომელიც აი ამ აგრიალობაში ხა საკუთარ თავს აღიქვავს და იფიქრებს რომ და მაშინ რა ვქნა?
არაფერი არ უნდა ქნა, ყველას კი არა შევ. ვიღაცები ცხოვრობენ, ვიღაცები არ მოგვისმენენ საერთოდ და იტყვიან რომ სისულელებს ლაპარაკობს ეს ხალხი და მართლები იქნება იმ გაგებით რომ მათი სამყაროში ეს აბსოლუტურად ზედმეტია და ვიღაცები ცდილობენ რომ რაღაცები შეცვალოთ სამყაროში და საკუთარ თავში პირველ რიგში ხება სხვა საერთოდ შენ რო იცვლები რაღაცები იცვლება გარეთ. ამიტომ არის ხალხი რომელიც ზარწმუნებულია რომ ის არის განსაკუთრებული ის არის განუმეორებელი და საერთოდ არავინ ყველა მაგასთან დამნაშავეა და საერთოდ თვითონ შეიცვალოს ყველა ეხა თვითონ რატო ეგეთ ხალხსაც ნახავ რა. თერაპევტები ეგეთ ხალხი არ დადეს. არა ვიცით კი ვარ რაღაცა დემონსტრატიული სტერეული ხა ტრამპი ფსიქოთერაპევტად არის ამივა პირობითად გეუბნები ხა მაგასთან ანუ ეგეთი ტიპის რა აქაც ჩვენთან შემიძლია რაღაცები გითხრა რა კი ბატონო ხო იქ შეიძლება ფსიქიატრთან მივიდეს დაუშვათ კობახიძე მაგრამ ფსიქოთერაპევტთან არ მივარ ხო იმიტომ რომ ფსიქიატრ შეიძლება თვითონ არ მივიდეს მაგრამ აღმოჩნდეს და არა მე სხვანაირად ვამბობ ეს არ არის ხალხი რომელსაც თვით კრიტიკა აქვს იმიტომ რომ ესეთ ხალხს ეთყობა როგორც ეს აი tweet კრიტიკული შეფასება. საერთოდ ადეკვატურია. ხო, ანუ აი იცით რა კრიტიკა კიდე იმას გულისხმობს, რომ არა ადეკვატურად აფასებს რაღაცებს, რისკებს აფასებს ადეკვატურად. ხო? რაღაცებს აფასებს. ეხა იქ მორალურ კატეგორიებზე არ გეუბნები რომ რა უშუალოდ რაღაც კეთება შეიძლება არ შეიძლება. უბრალოდ რაღაცა რამდენად შეიძლება ჩემით მომავლისთვის მაგალითად სახიფათო იყოს, არა, ალი ხალხისთვის ვიც მიყვარს, ხო? აი რაღაცებს ხო აფასებ რისკებს. მაგრამ ხო არის თვით კრიტიკა ამბობენ რომ თვით კრიტიკული ადამიანიაო და აი ამ თვით კრიტიკით რაღაცა თავისი თვით გვემაში გადავიდა. შეიძლება ეგეთი რაღაც მოხდეს? როგორ შეიძლება თვით გვემა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპორტის სახეობა. თანამედროვე, როდესაც საკუთარი ტანჯული ერით იღებ кайფს, მაზოხისტური ხასიათი. სპუთხეთ, ჩემთან ვიღაცებს დატევდნენ რომ საერთოდ კი ვიტანჯებ, მაგრამ ეხლა მივხვდი რომ ამისგან მაგარ кайფს ვიღებ. როგორ არა? აი ეს სადომაზოხისტური ესე თქო. აგვიხსენით რატო? ანუ რას ნიშნავს ეგ? რატო უნდა მიიღოს მეთი რო ქვია თვით გვემით кайფი? თვით გვემით როგორი უბედური ვარ მე. ეგეც ყურადღება ხო არა? რა უნდა ყურადღება თავის რო თავად. ეხლა ძალიან შევსწავლოთ, ეხლა მაგას წიგნებ არა. შეიძლება ფსიქოანალიზში რაღაც მაგას ბევრია დაწელი როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი ხასიათი. ამ ძალიან გავალთ ძალიან. ხეთთ ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში დაბალი თვით შეფასება და მაღალი თვით შეფასება ეს ტერმინებს ხმარობთ? ორნერი არსებობს, არა ადეკვატური არსებობს და არა ადეკვატური, ხო. ეგ არის ადეკვატური მაღალი იქნება თუ დაბალი იქნება. არა აქვს მნიშვნელობა. ხო, ნუ დაბალიზე მოგიხარ ხა არა ადეკვატურად მაღალი თვით შეფასება რომ მე შემიძლია თემა რომ ის მთა გადავდგა რა. ო მე ხო გეუბნები ეს არ არის მაღალი თვით შეფასება, ხო არა ადეკვატური ხარ იქ გეტყვია თუ შენ გახარ არა ადეკვატური ვერ აფასებ შენ შეძლებ bis გადაფასებას ახერხებ რა ხო? და მაღალსაც არ გეტყვიან ამ შემთხვევაში. და იქ უფრო გეუბნები ეს უფრო რაღაცა კლინიკაა, უფრო ღრმა ფსიქიატრიაზე ვლაპარაკობთ ახლა მე და შენ რა. თუმცა არის ხო ახლა ხალხი რომელიც ახლა რაც უნდა უცნაური იყოს ამ დედამიწას ეგეთი ფსიქოპატები აღდგენ რომ რაღაცა მე შეუცვლია ამ სამყაროს შენ რომელიც ადეკვატური ხარ თავში არ მოგივა არასოდეს ეგეთი თქვა ის ხანდახან იმას გამოსდის და სამყაროს სულიერ ხო თუმცა აი მაგალითად თქვენ ხო ცვლიეთ ხანდახან ადამიანების ბეცი ცხოვრებას ბეცალობთ ხო ხშირად ანუ ანუ აი ხარას თქვით რომ მე შევცვალო სამყარო არაადეკვატურია ხო თქვით და თქვენ ხშირად ცვლით ადამიანების ბეცს ცხოვრებას რატო არის მაშინ იმისი აღქმა არაადეკვატური და ეს აღქმა რატო ადეკვატური არა მე საერთოდ ან ნაკლებად მაღელობს იმას კი რა როგორია იმისი ახლა მართალი გითხრა რა ახლა მე შენ რაზე ვლაპარაკობთ მე შენ რაღაცაზე ვლაპარაკობთ გვერდიდან ადამიანი რომ მოვა და მეტყვის რომ იცი რა გუშიღავე ღამრად მეძინა აგერ შევხვდი ჩემ რაღაცა შეყვარებულს და გუში საღამოს იყო ფანტასტიკური შეხვედრა და ნუ რა ვიცი კიდე რაღაცა რომ სამსახურში გაშაუბრება გამიყვანეს და მაგრა კარგად თუ არ მეუბნები რომ მიყვარ ხარ ძალიან და კარგად იყავი ხა იქ როგორ შეეცვალა თუ შეფასება ხა მაგას არ ვეკითხები რა იმიტომ რომ ფაქტია რომ ის სამყაროში გახდა რეალიზებული ცხოვრება უხარია უყვარს და ამის გარიგებს кайფს ეგ არის ხა თორე საერთოდ
როცა მოდის ვიღაცა მეუბნება რომ დაბალი თვითონ მემთხე მეუბნება ვაფშე არ მესმის აზებელებ მომიყევი სიტუაცია და ის მეტყვის რომ აი როცა ხალი შემოდის რა ხმა მე მეკარგება რა და გადასარავია მოდი გაიხსენე ახლა აი შეგეძლება ხო ძალიან ნაცნობია ბავშვობაშიც ხონდა როდის მოგდიოდა საერთოდ შეფასებას მანდ არც ხვაობ ტერმის კონკრეტულ სიმპტომს მივყვები რა და იქ თუ რაღაცა დაამთავრა მე აღმოჩნდა რომ ვიღაცა ხალი შემოვა ოთახში ამას ხმა მოუვა და იმღერებს რა რაღაცა მოუგრა ეს რაღაცებზე ლაპარაკი გვერდიდან ხო გესმის კონკრეტულ ცხოვრებაში ხა ის არ მოსანამ არ იცოდა დაბალი თვით შეფასება ხო ან შინაგანი ბავშვი ტერმის არავინ არ ხვდებოდა რა ამბობდა რომ რაღაცა არ გამოვდის რაღაცა საქმე მიუჩნდება ჩემი თავის არ ვჯერა რაღაცებს გეტყოდა რა ხო და უნდა მოусმინო კარგად რასაც გეუბნება იქ არის მნიშვნელოვანი რა კი ბატონო თქვენ ახსენეთ კომპლექსები და მეც მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ საერთოდ რა არის კომპლექსი კომპლექსი არის თორსა რაღაცა შინარ შენს შინაგან სუბიექტის სამყაროში ან ფსიქიკაში თუ კიდე აუწირავს დიდი ადგილი. მაგალითად დედის კომპლექსი კლასიკაში ახობით არის, რომ აი ყველაფერს ყველას ადალერებს დედას, ყოველთვის გაქვს რაღაცა დედასთან დიალოგი, შიგნით ის როგორ იტყოდა. ნუ აი ეს არის. ეგეთი რაღაცა შინაარსები არსებობს, ხო? ამას ახლა ქვია კომპლექსი, ხო? იუნგმა შემოიტანა თავისთვის. რაღაცა რაც შენს ასე ვთქვათ შინაგან სამყაროში იჭერს დიდ ცენტრალურ ადგილს. ეგ არის კომპლექსი. კლასიკური გაგებით. და კომპლექსები რაღაც ინდივიდუალური ქმედების ნაყოფია? ან მაგალითად რაღაც გამოცდილების. შენ ფსიქოთერაპევტი როდის მეყოფილ? არასოდეს. ხო და მოდი სანამ კიდე ერთ ინტერვიუს ჩავწერთ ერთხელ გაბუშავებ რა. მართლა გეუბნები. მაშინ უფრო ადეკვატურ შეკითხვებს დასვა ხოლმე რა. ანუ არ შედეხლა როგორ ველაპარაკები. აიღე თემა სადღაც ჩაიხედე რაღაცები წაიკითხე. ეგ რო არ გექნა და ხეთ შიგნით ჩაგეხედა და ერთი ორი შენი კომპლექსი იქნებოდი აბსოლუტურად კონკურენტული აი ამ გასაგებად. გეტყვით რა პრობლემაა? არანაირი პრობლემა არ არის, რო გითხრათ ჩემი კომპლექსი. სხვა რამეს გეუბნები. უყურე ახლა იგივე შეკითხვა დავიტრიალე როგორც სვალაირად, ხო? არა. კომპლექსი თავიდან ბოლომდე არის თუ არა გამოცდილების ნაყოფი. ის რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ ცოტა ხანი. ხო. იმას ყველაფერს ქვია სხვა ტერმინებით კომპლექსი. კომპლექსი. ხო, არა, ეს ამის გაგევამები. აი მაგას გეუბნები რა. ეხა შენ რატო გაქვს დედის კომპლექსი? იმიტომ რომ დედა შენ ბავშვობაში იყო ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ხო, რაღაცები. დედასგან სეპარაცია შენი არ მოხდა. სეპარაცია რა შენსაც ოდესღაც ხო ფიზიოლოგიურად დავიბადე და ფსიქოლოგიურად უნდა დავიბადო, ხო? და ხალხი ისე კუტაიბა რომ ფსიქოლოგიურად არ იბადება რა. აი ეს ხალხი ვისაც ეს დედის კომპლექსი აქვს, ის ვაფშე არც დაიწასულა რა. ანუ ავტონომიურად თვითონ ვერ შვება რა. მისთვის აი ესეთი მოდელი ხო? ქცევის მოდელი არის დედამისი ცხატი. ეხლა ეს არის რომ დედამისი როგორი იყო. მას როგორი წარმოდგენა აქვს დედამისზე და რა აქვს ჩადებული ან დედამისი რა უდოდა რომ ბაში ჩაედო აი ეს მოდელია რაღაცა ერთად. ახლა სინამდვილეში ხა მე და შენ ერთი და იგივე რაღაცას ვლაპარაკობთ სხვადასხვა თეორიებით და სხვადასხვა ფარჯრებით, ხო? ახლა შინაგანი ბავშვიც კომპლექსის და ყველაფერი რაღაცა ერთი კონკრეტული რაღაც ფსიქოლოგიური კონსტრუქციის სხვადასხვა სახელებია სინამდვილეში შედეგებს ვლაპარაკობთ. ხო მიხვდი რაც გეუბნები. კი. უბრალოდ მე სხვადასხვა კუთხით იმიტომ სამკითხებს რომ სხვადასხვა მსმენელი არსებობს და სხვადასხვა აღქმის უნარი არსებობს. კი, დავაბნიოთ მეთქი მაგას გეუბნები. კიდე უფრო დაიბნებიან და გადაირევიან. ნუ აშინ არ ვიცი რეალურად კომპლექსების თუ იგივე არის რაც ამდენი ხანი ვსაუბრობთ ხო ალბათ დანარჩენი კითხვების კაი მე კითხავ აი ადამიანი რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება დაკომპლექსებული ადამიანია ხო იტყოდი ესეც რომ დაკომპლექსებულია ადამიანი არის დაბალი თვითშეფასება და ხშირად ეგეთ ადამიანებს გაგებ დაკომპლექსებულია ხვას ვერ იღებს ხო თვითონ ასე ვთქვათ მე შემიძლია ესეთი მაგალითი შეიძლება თქვა რომ ადამიანი რომელსაც აქვს კომპლექსი შეიძლება კონდეს განდიდების კომპლექსი მაგალითად ხო კი ბატონო ანუ კომპლექსი ეს არის რაღაც შინაარსი რომელიც მისთვის არის წამყვანი და მნიშვნელოვანი სხვა ტერმინებში ვყვებით ხო აი დანაშაულის კომპლექსი არსებობს ხო
ეხლა როცა კომპლექსი შემოგვაქვს, უფრო იუნგიანურ ფსიქოლოგიაში ვიდივართ. ცოტა ერთი და იგივე რაღაცაზე ვლაპარაკობთ მეთქი როგორაც განსხვავებულ ტერმინებს და განსხვავებულ კონსტრუქტებს ხარობთ. სპეციალს გეუბნები. ამიტომ ეხლა დაბალი თვითშეფასება, მაღალი თვითშეფასება ყველა ვარიანტში შეგიძლია კომპლექსების ტერმინებში გადაიტანო და ესეც ილაპარაკო რა. მიხდი? ანუ იგივე. და რადგან ეხლა შევედით ჩვენ ხოლმე მაინც აი ამ შინაგანი ბავშვის თემით, ხო? ეს კიდე შინაგანი ბავშვი ცოტა სხვა თეორიებისგან მოდის რა. ესეც კონსტრუქტია რაღაცნაირი, ხო ტიპია პატარა რა. მაგრამ იმას შეიძლება კონდეს კონკრეტულ ასაკში კონკრეტული ისტორია, მაგრამ ის არ არის ძალიან კონკრეტული რა. ხა როგორც წესი შენ თუ იქ გადიხარ რაღაც ისტორიას ამ ბავშვთან, რაღაცა ერთს, მაგალითად რაღაც შიში გაქვს რა. შენ აღმოჩნდა რომ ეს ხორება ეს შიში ქონია ძალიან ბევრ დროს და ბევრ ადგილას, მაგრამ ყველას გავლა არ გიწევს. აი ეს პირველი თუ იპოვე, როცა ეს ჩაირთო. საკმარისია რომ იმასთან იმუშავო, ეს დანარჩენი მთლიანად სწორდება. ანუ არ გჭირდება ყველა ჯერზე, ყველა სიტუაციაში გავლა. იმიტომ რომ თვითონ სხვა ტერმინებით რო გითხრა, რაღაცა ეს კომპლექსი მოხსენით რა. ეს აღარ არის კომპლექსური, გესმის? ამიტომ გეუბნები ერთ და იგივე რაღაცაზე მოგვიწევს ახლა ისე ვლაპარაკი. ხო, არა, მივხვდი. კი ბატონო. ხო, არის აი თქვენაც ახსენეთ მე მინახავს ადამიანი, ვისაც კომპლექსია და პირიქით ძალიან. ახლა უკომპლექსო ადამიანები არ არსებობს საერთოდ. ჩვენ ყველას რაღაცა რაღაცა შიდა არის, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი რაღაცნაირად ემოციურად. ყველას ახლა ისე ვამბობ, აქ ხო სტატისტიკაზეა ლაპარაკი რა, რამდენად ეს შენ ცხოვრებას აზიანებს თუ არ აზიანებს. რამდენად ხო, რამდენად ხელს გიშლის ისე ვამბობ ხჩის ტერმინებში, ხო, სოციალიზ რაღაცებში, ხო, არა ფსიქოლოგიური ტერმინები, ხა ბედნიერება, დეფინიცია ფსიქოლოგიის დელია, მაგრამ ალბათ ყველაზე გასაგები შენთვის და ვის ეგ ტერმინია, ხო, რამდენად ხელს გიშლის რაღაცა იყო ბედნიერი, ან არ იყო ბედნიერი რა. სულ ბედნიერი არავინ არ არის, მაგრამ დროის უფრო მეტ მოლოკვეთში ამ დედამიწაზე რო გატარება გვიწევს რა. ხო? ამაზეა ლაპარაკი თუ ხა. სულ თუ ყველა კომპლექსი მათი ადამიანიც აღარ ახალ ფაქტიურად რა. კი. და ძალიან ბევრი ახ თქვენ რაც ახსენეთ კიდე რაღაც მე მაქვს ძალიან ბევრი შეძენილი კომპლექსები რაღაცა დროსთან ერთად. აი მაგალითად. მაგალითად სიმაღლის კომპლექსი შევიძინე გარდატეხის ასაკში, მე მივხვდი რომ რა მოხდა ისეთი ვარ როგორიც ვარ. როგორ არის იცი ის რომ შენ სიმაღლის კომპლექსი შეიძინე, მანამდე დიდი ეჭვი მაქვს რომ იყო ამის წინაპირობა. წინაპირობა ის იყო რომ შენ თვის პირადად ხო რატომღაც ხო კომპლექსი იყო გარეგნობა. ზოგადად. ბატონო? გარეგნობა იყო კომპლექსი. ანუ ვიღაცა შენს გარემოცვაში ну, შეიძლება ვივარაუდო, შეიძლება ვცდებოდეთ, ხო? აი ამ შენ გარემომას, ან ვიღაცას ხედავდი, ვის საკუთარ გარეგნობას ძალიან, ასე ვთქვათ, ეს იყო დეკლარირებული, ეს იყო განხილვადი, ეს იყო ყოველთვის რაღაცა საუბრის თემა, გარეგნობა. ამიტომ ეს როცა გაიზარდა, უკვე მზად იყავ, იმიტომ რომ ვიღაცას სადაც ეს არ ხდებოდა, ისე გაატარებდა, მაგთებას რომ არანაირი კომპლექსი აღარ შეიძენდა. გესმის, ეს რაღაც ესეთი ფაზლია რა, ერთი უნდა დადო და მე რაღაცები ამაზე ეწყობა. ის თუ არ დევს, როგორც ესე არ მიდის, ხო? ხა, ეგ ხო რეალურად არ გამომდინარეობს მართლა სინამდვილეში როგორი ხარ რა. იმიტომ რომ არა, მაგას ხო მე ხვდები. კი, ის თუ მოხდი კარგია, ხა მე ხალხი ვიცი, რომ ვერასოდეს ვერ მიხვდა რომ 7 ჯერ ცხვირი შეიცვალა საერთოდ ჩვენურად გამოიყურებოდა ყოველთვის და ეს არ იყო ცხვირის პრობლემა რა ეს იყო ის რომ არასოდეს არ იყო ყოფილი ისეთით როგორც იყო რა მოგესმის კი კი აი ხა მაგალითად თქვენ რაც ახსენეთ უცებ დაალაგდა ჩემ თავში მე ადრეც მithkoms ერთ ეპიზოდში რომ მე მეუბნებოდნენ ხოლმე ესე რომ რა ლამაზი ხარ მე მქონდა კომპლექსი რომ მე ლამაზი კი არ ვარ ჭკვიანი ვარ და მე უკვე სიმაღლეზე როდესაც სოციუმში ვიღაცა მითხრა რა შენ ძალიან მაღალი ხარ ხო და აღმოჩნდა ლამაზიც აღარა ხარ ხო შეიძლება მაგრამ თუ ეხლა იქ მაშინ იმას გკითხავდი რა რომ რატო არ ხარ ლამაზი და რატო ხარ ჭკვიანი მე მინდოდა რომ ყოფილიყავი ჭკვიანი და არა ლამაზი რატომ მინდოდა რომ ყოფილიყავი ჭკვიანი იმიტომ რომ სხვას ეუბნებოდნენ რომ შენ ჭკვიანი ხარ და მე არ მეუბნებოდი ვის ეუბნებოდნენ ჩემს ბიძაშვილს ანუ ის მე ბიძაშვილი იყო შენ ხდეს ან ცოტა შეზედი რა ხო შემოაგდეთ ხო კონკურენცია რა ხო ამ კონკურენციის მოედანზე შენ რატომღაც გადაწყვიტე რომ ჭკვიანია რაღაცნაირად მეტ ბონუსს იღებს რა და შენ რომ ლამაზი ხარ ამით შენ გადაწყვიტე ეჭვებს არავის არ იცის არ გადაუწყვეტია რა ამიტომ გადაწყვიტე რომ არა ჭკვიანობა ჯობია ლამაზობას
თუმცა არასოდეს არ გადაწყვიტე რომ ორივე ერთადაც მშვენივრად შეგიძლია იყო რა. ხო, ეს მაგი გადაწყვიტე 30 წლის მერე. ხო, ზუსტად. მოცემულობად მიღე უბრალოდ როგორიც ვარ, თორე არაფერი განსაკუთრებული. ფიზიკურად მე ხა შეიძლება თავი შეგაწყინოთ, მაგრამ შეიძლება საინტერესო იყოს მაყურებლისთვის. მე მქონდა ეგეთი ფიზიკურთან დაკავშირებული მაგალითად ვიღაცამ ერთხელ მითხრა რომ დიდი ფეხი მაქვს და მე სულ პატარა ზომის ფეხსაცმელი ამის გამო. ნუ არა ეგეთი ბევრი ხე მაგის რომ მიყვები იქნებოდი რაღაც იმასაკში თინეიჯერი. კი. საწყალი ადამიანები რებს გადიეთ. არა მარტო შენ ხო ესეთი ძიბე ასაკი. როცა ერთში შენ თავს რა. ძალიან საინტერესოა. მაინც ვთქვით რომ თქვენთან უნდა მოვიცემ ფსიქოთერაპიაზე. არა, მე სხვა რამე გითხარი რა, რომ მიხვდები მეთქი რომ ერთ და იგივე რაღაცაზე ვლაპარაკობ. არა, მე გეთანხმებით, აბსოლუტურად გეთანხმებით უბრალოდ. ზოგადად რა არის, კიდე არის ერთი თემა რა, რომ რაც უფრო იკარგები ამ ტერმინებში. არსებობს რაღაცა დისკუსია დაუშვათ სამეცნიერო რაღაცა. თუმცა მე მგონია რომ ფსიქოთერაპია უფრო გაცილებით ესე დინამიური და ცოცხალი რამეა რა. შეიძლება ძალიან ბევრი კარგია ეხლა ჩვეულებრივი მაყურებლისთვის ყოველთვის ის უფრო სასარგებლოა რომ რაღაცისგან ცოტა უფრო ტექსტი იქნება ფსიქოაქტიური და თუნდაც მე და შენ ვაკ მოგვისმენენ რაღაცა შევცვლი ცოტას ვიდრე რაღაცა ცოტას დაუტოვებ რომელიც არ ეხსოვება ერთ კვირის მერე რა. კი. ამიტომ ხანდახან როცა ვლაპარაკობ შეიძლება ესეთი ლოგიკური ჯაჭვი და გადაკარგო და გაეწყდეს ხოლმე მიზანი მაქვს ხოლმე ხანდახან ის რომ რაღაცა ცოტა უბრალოდ დავტოვო. ხალხი ვინც და მე გეძიებით ახლა. არა. სწორედ არა იმიტომ რომ მეძიებ ხო გესმის ეს კი. აბსოლუტურად მესმის. თუ ადამიანის შეცვლილება უფრო კარგია და ხა მოდი ესე ვთქვათ რომ ის ვისაც უნდა რომ ბევრი წაიკითხოს, ბევრი განათლება მიიღოს, არის ფანტასტიკური სივრცე დღეს მით უმეტეს. ყველაფერი ღია და ყველაფერი ხელისმომისაწვდომია და კარგია ეს ხალხი როცა ამაშვება. იქ შეიძლება იყოს აკადემიურები მოიყო. ხო ეს შინაგანი ბავშვი ამდენი კითხვა იცით და გისვით რაღაც ერთ-ერთ ეპიზოდში საუბრობდით და მე ვახსენე რაღაც მედიტაცია გავაკეთეთ ხო და ეს რაღაცნაირად მქონდა ეს რაღაც შინაგან ბავშვთან იმ წამს შეხვედრა რაღაც მომენტი ჩემი ცხოვრების როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა სითბო და სიყვარული თქო და არ ვიცი დღემდე ვაგზავნი იმ მედიტაციის ლინკს ხალხთან რაღაც აუდიო მედიტაცია არის ეს თემა ძალიან აქტუალურია და ყველა ინტუიციურ დონეზე მაგას გძნობს. თუმცა ეს შინაგანი ბავშვი ხო რაღაცა კონსტრუქტია რა. ხო. ადამიანმა თუ საერთოდ არასოდეს არ გაუგია შინაგანი ბავშვის შესახებ არის ის რაზე ელაპარაკებს, ერთ ვერ გაიგებს რაზე ელაპარაკო. ესმის. კი. ეგრე აი შორწავთ კაი. მითხარით. შენ მაგალითად რომ მუშაობ ადამიანთან რაღაცაზე და იქ შეიძლება უთხრა რომ აი იქ შეგდით გაიხსენე ამ ხელა რამდენი წლის გვანცა გიყურებს და იქ ვიღაც კონკრეტული გვანცა მოვა მაგრამ მე შემიძლია გითხრა რომ აი იქ შეგდით რას ხრსდობ ხო სიმძიმეა სიმსუბუქია როგორი ფერისა და მითხრა რომ საერთოდ არ არის შინაგანი გვანცა და წითელი ბურთიზის აქ რა და საერთოდ წითელ ბურთს ვიმუშაო რა და არ ვახსენო შენთან საერთოდ შინაგანი ბავშვი მე შეგარწმუნებ რომ თუ რაღაცნაირად ჩვენ მომენტში აღმოჩნდა რომ ეს წითელი ბურთი სულაც აღარ არის წითელი და არ ყვითელი და დაბატარავ და რაღაცები შეიცვლება როგორც აი როგორ გითხრა აი ანალოგი ხო არსებობს მილიონი კომპიუტერული ენა რა ხო შეგვიძლია ერთი ენაც ამუშავო მეორეც მესამეც და კიდევ უფრო უნივერსალური ჩვენ თუნი გააჩნია რომელი ათვლის სისტემაში ჩასვავ და სად ამუშავებ ხა იმიტომ რომ ვიღაცა შამანი გეწყოდა რომ იცი აქ რო გაწובה იქ რაღაცა სული გიზისე და მოდი და ის გაცილებთ ეფექტური იქნებოდა გარწმუნებ მოგაშორებ და გადადებ და საერთოდ არ გელაპარაკებოდა არანაირ შინაგან ბავშვებს რა სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად ხდება ეგ აბა ხო იქ რაღაცა წახვალ ინდიელებთან იმას დალევა აი ხოსკას და აქედან დიდი გველი ამოწრება და წავა და თავისუფლდა ხო და აი ეგ შეგვიძლია მაგაზე რომ ვისაუბროთ თუ გაქვთ განწყობა აი მაგ
მაგ ტრადიციებზე რა. მე მაგალითად მაქვს სურვილი რომ გავსინჯო ეს აიუასკას. გავსინჯო მაგას იდავ. ეგა თქვენ იცით გამოსთილი გაქვთ თქვენ თავზე? სპეციალური აქვს მაგაზე. შეგარეს მედაში დაგვიჭერე და კიდე არა, უბრალოდ იცით რომ ინტერესებს ან მაგ დროსაც რას გადიხარ? ანუ ისევ ბავშვთან შეხვედრა გაქვთ თუ რაღაცასთან? მაგრამ რაღაცებს გადიხარ, ხიქ ბავშვიც არის და საერთოდ აბსოლუტურად ფათბათებას გაგორი. შეიძლება საერთოდ არაფერი არ გაიარო და აბსოლუტურად შეგრძნებების დონეზე გრძნობდნენ რომ რაღაც ემოცია აქვს. მანდარი ერთი ნივთიერება რა. მე არის დიმეთილტრიპტამიდი. ნებისმიერი შენი მედიტაციის, ნებისმიერი აი შინაგან ბავშვთან რა. ეგ არის DMT twinში. ოს აქ DMT-ს იღებ გარედან. ძალიან ესეთი კარგი დოზით. და რატომღაც ეს twin-ი იწყებს აქტივობას აბსოლუტურად მაღალ სიხშირეებზე. და მას გადიხარ. ჯამში ეგ არის DMT. ანუ ხა იქ ბევრი რამე აქვს ძალიან და ყოველს თავის ქიმია აქვს. ეს მოგიყვებოდა ხო ხა ევროპელი მეცნიერი ესე დაახლოებით ეს შამანი მოგიყვებოდა რომ ამ DMT-ს აქვს კითხვის სული შემოდი შენთან და ხა უკვე შენი გემოვნები საქმეა პოეტურობა გიყვარს თუ ბიოქიმია რა ну შეიძლება ორივე დაითო რა ხო და ეგეთ მატრანსფორმირებული საშუალებები ხა ეგენი არ განიხილავენ ამ რაღაცა იქ კიდე იმათ სამყაროს ვანაერია საერთოდ ის რომ DMT-ს სვავ იმას აიახუასკას სვავს იქ გარდა იმის რომ ესენი მოზდის იქ მილიონი პარაზიტებისგან იწმინდება გულიერება გულთარცეთ კი მინახავს კადრები კი იმიტომ რომ იქ ესე არ განიხილავს ეს ამბობს რომ ეხლა ეს არის ტყის ლიანა სული შემოვიდა შენთან და შენგან მთელი ნაგავი გააქვს იქ მაინც გლისტას და დეპრესიას ერთმანეთგან არ გამოყოფს ხო გესმის არის სხვა აბსოლუტურად სხვა იქ ბილიონი საინტერესო რაღაცები აქვს ძალიან ხა იქ DMT აქ არის გაბაზრებული, თორე იქ არსებობს მილიონი მცენარე, რომელიც ხო, რაღაც ბაყაყის, კაქტუსის, ბაყაყი, კაქტუსი, ლიანები, ბევრი, სოკოები უამრავ. და საინტერესო გამოცდილება. ერთ-ერთ პოდკასტში უსმენდი სოკოებს ისწავლობდა ადამიანი და ის ამბობდა რომ სოკოები რომ იცეთო ანუ რომ აი ეს მოსახლეობას რომ დავურიგოთო ესე ბჭყალებში ვიწახი და დოზირებულად მოიხმარონ იმაზე ბევრად უფრო წინ ვიქნებითო კაცობრიობა ვიდრე ვარ რომ ეხლა იქ სადღაც რომ DMT-ან LSD-ს დიდო ეგ ახალი არ არის 60-იან წლების ეგ მაგას გადაყვა ჯო ლილი რომელიც დაიჭირეს ბევრი ვიღაცა რომელს გენიალური იდეა ჰქონდა მაგრამ ცირ არის ის რომ მე და შენ სოკოს შევჭამთ. სოკოში არ არის საქმეში ვინ ჭამს რა. ყველა საკუთარ თავს ხვდება. სოდა და ბევრად უკეთესი ხდება ვიდრე იყო, მაგრამ მაინც ეს არის ის ვინც ხარ რა გამოცდილებას გაქვს. სოკო ვერ გამოიწვევს დაუშვათ როგორ გითხრა. სოკო სხვა რაღაცებს მოხსნის შიგნიდან. მაგრამ დედამიწა არ გასხიოსდება რა ადამიანი გასხოვდებით ერთმანეთს. რა ვიცი ვიღაცა ის რომ რა ვიცი ხა აიღე რომელიც წარმოვიდგინე ხო გვარს არ დავასახელებ იმას რომ აიახოს გადაალევინო რა მოუვარავს ხო რამდენად შეცვლის ხო ეხლა კიდე იქ ის არის რომ როდესაც ამ ტრადიციაში არის ხალხი ესენი ამას პერიოდულად აკეთებენ ეგ არ არის რომ ეხლა თქო დაახლოებით გააკეთე ხო მე ამას ეხლა ვერავის ვერ ურჩევ იმიტომ ყველას თავის გზა აქვს და ეხლა ის ვინც გადაწყვიტა რომ ეს ქნას იმას შეიძლება რაღაცები უთხრა შეიძლება გამოცდილება გააქვს მაგრამ იყო დროცა ენთუზიასტი ვიყავი ხოლმე და მეუბნება რა ეხლა დავანება იმიტომ რომ მაინც ყველა რაღაცა წერტილამდე ყველა თვითონ მიდის რა თულად არაფერი არ ხდება თუ მიგიყვანა იქამდე ესე იგი უნდა მისულიყავი და ხელოვნურად მაგისგან ბედნიერიც ეხლა ეს მარტო აიახუასკას აი ზოგადად ამ ფსიქოდელიკების თემაზე გეუბნები ეხლა ძალიან ფრთხილად ვარ ხოლმე რომ არის ხალხი ხა ვიცი რა თუ შენი გზა შენ მაგდა უნდა გაიაროს და ეგ ინტერესები გაქვს ხო მილიონი ლიტერატურა საშუალება ვიდეო აქვეყნის ხო უყურებთ რაღაცებს შვები მე მზად რამდენად ხარ ამისთვის მე ეს ყველაფერი არის სერიოზული ხალხის საქმე რომელიც თემაშია სწავლობ რაღაცებს შეერგები ხო ბედურება ისე რომ რასაც იშოვენ ყველაფერს იყრიან პირში ხო და მე არ მიშდება რომ სერიოზული გართულებები და ფსიქიკური იმიტომ რომ ჯერ ესეთი არ ნატურალ ანუ აბსოლუტურად სხვა რაღაც ეგონა და სხვა რაღაც აღმოჩნდა რაღაც. ამიტომ ყოველთვის როცა შედიხარ ძალიან ფრთხილად იყო და ყველაფერი ისე რასაც მოიხმარე ხა სოკოს არ აქვს ეგ პრობლემა შენ სოკოს რო იღებ ყველა ვარიანტში სოკოა იქ სხვა არაფერი არ ეხლა რაღაცა ხნილს რო ყიდულობ იქ კაცმა არის ის რა არის ხო
ამიტომ სოკოს ეგ საფრთხები არ აქვს. როგორც დაუშვათ და აქვს. ბაღახს მაგრამ. და სამწუხაროდ რეალობა დგას კიდევ მაგის გამო საქართველოში. ეს ეგ არის სიბნელეა. ეს ხალხი ხოცა. ძალიან ბევრი. ორჩით. კითხვა ერთ კითხვას დაგისმენთ, უბრალოდ ბოლოს არის წინა სტუმარი ტოვებს შემდეგ სტუმართან კითხვას. ვინ ახავთ? გიორგი კეკელიძე მყავდა. გიორგი კეკელიძეს კითხვა უნდა დაუშვა? არა, თქვენ დაგისვათ შემდეგ სტუმართან, მაგრამ არ იცოდა. გიყვართ თუ არა პოეზიაო? თუ კი რატომო და თუ არა რატომ? კარგი ლექსები მიყვარს, იმიტომ რომ გულს ვითფობენ. როგორ გითხრა ახლა, რო გითხრა რომ ექსპერტი ვარ პოეზიაში და ესეთი საშუალო სტატისტიკური ქართველით არის რაღაცა ნაწილი პოეზიის, რომელიც ვიცი, რომელიც მიყვარს. არის პოეზია, რომელიც არ მესმის, თუმცა ვიღაცები ამბობენ რომ რა გენიალურია. ჩემს პოეზია არის კარგი ლექსი ის არის, რაც ემოციას მიტოვებს, როცა უსმენ, როცა მახსელდება. თუ აბა შვება ლექსის ჩემთვის კარგია რა. კი ბატონო. და შენ ქონა დავტოვოთ კითხვა. ვის? შემდეგ სტუმარს. ვინ ყავს შემდეგ? არ ვიცი, ჯერჯერობით. როგორ შეიძლება ადამიანს კითხო რა რასაც არ იცი. არის გიორგი მარიცოდა თქვენ. ნუ იმიტომ და ახლა ეგეთ ნეიტრალური კითხვა დასვათ, მაშინ სხვა როცოდო და სხვა რამეს ვკითხავდა ეჭვება. კი ბატონო. თქვენს ნეიტრალური კითხვა დასვათ. იმიტომ რომ მაგ კითხვას ვსვავთ მაყურებელთანაც იგივე კითხვას უტოვებთ. მაყურებელთაც იგივე კითხვას უტოვებთ, რასაც შემდეგ სტუმარს. როგორ იქნება ამ ქვეყანაში 1926 წელი, ეგეთი კითხვა. მადლობა.